მთვინიერი თეოდორ დოსტოევსკი კითხულობს ნიკო ნაწილი პირველი წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება მადლობა რომ გვისმენთ თავი პირველი ვინ ვიყავი მე და ვინ იყო იგი სანამ აქ მყავს კიდევ რა მიშავს მალიმალ მივალ და დავხედავ მაინც მაგრამ ხვალ რომ წაიყვანენ რაღა ვქნა მერე მარტო რომ დავრჩები ახლა დარბაზში ასვენია ბანქოს ორმაგიდაზე კუბოს ხვალ მოიტანენ თეთრს თეთრი აბრეშუმით გადაკრულს თუმცა რას ვბოდავ აგერ დავდივარ სულ მინდა გავარკვიო ყველაფერი 6 საათია ვცდილობ გავარკვიო აზრებს თავი მოუყარო მე კი დავდივარ წინ და უკან არა ავდგები და დალაგებით მოვყვები ყველაფერს როგორც ხედავთ ლიტერატორი არ გახლავართ მერე რა ვუყოთ მეც ისე მოვყვები როგორც მესმის თუ გნებავთ იცოდეთ ანუ თავიდან რომ მოვყვე ყველაფერს პირველად რაღაცეები მომიტანა დასაგირავებლად მაშინ ფული სჭირდებოდა გოლოსში უნდოდა განცხადება დაებეჭდა ასე და ასეო აღმზრდელი ქალის ადგილს ვეძებო გინდაც ქალაქიდან შორს იყოსო გინდაც შინ მეცადინეობა იყოსო თუ სხვა და სხვა ასე დაიწყო თავიდან რა თქმა უნდა სხვებისგან არ გამირჩევია ისე მოვიდა როგორც სხვები მორჩა და გათავდა მერე კი გავარჩიე ტანწვრილი გამხდარი ქერა საშუალო ტანის ქალი იყო თითქოს ერიდებოდა რცხვენოდა ჩემი მივცემდი ფულს და გატრიალდებოდა წავიდოდა მისი ხმა არ გამიგია სხვა გედავება გეხვეწება გევაჭრება ის ყველაფერზე ყაბულს იყო მგონი აზრი მერევა ჰო ყველაზე მეტად მისმა მოტანილმა გირაომ გამაოცა მოოქროულმა ვერცხლის საყურეებმა უვარგისმა მედალიონმა შაურის ფასი რომ მქონდა თვითონაც იცოდა მაგრამ შევატყვე ძვირად უღირდა მერე გავიგე დედ მამისგან სხვა არაფერი დარჩენია მხოლოდ ერთხელ გამეღიმა მის გირაოზე არა არიფიქროთ ჩემს თავს ამის ნებას ვაძლევდე მუშტრებთან მუდამ ჯენტლმენი ვარ მოკლედ მოუჭერი ოღონდაც სრდილობიანად და გოროზად დიახ გოროზად გოგონამ გაქუცული კურდღლის ქურქის რაღაც ნაკუწები მომიტანა თავი ვერ შევიკავე და რაღაც ვუთხარი ასე ვთქვათ გავემასხრე ღმერთო როგორ აელანძა პირსახე როგორ დამებრიალა დიდრონით ცისფერი თვალები მაგრამ კრინტი არ დაუძრავს ნაკუწები აიღო და გავიდა მაშინ მივაქციე ყურადღება და რაღაცამ გამიელვა თავში იმ წამს რაღაც მომაფიქრდა კი მახსოვს მაშინდელი საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება რომ მეტისმეტად ახალგაზრდა ლამის 14 წლის გეგონებოდა ის კი თურმე 16 წლის სამთვეში ხდებოდა თუმცა ეს არ გახლავთ თავარი მეორე დღეს ისევ მომადგა მერე გავიგე დობრონ რავობდა და მოზერთანაც მიუტანია ის ბეწვი მაგრამ ისინი ოქროს იღებენ მხოლოდ არც დაალაპარაკეს თურმე მე კი ერთხელ კამეა გამოვართვი მერე თვითონვე გამიკვირდა მეც ხომ ოქრო ვერცხლის გარდა გირაოდ არაფერს ვიღებ იმას კი კამეა გამოვართვი მახსოვს მაშინ მეორედ ვიფიქრე მასზე იმჯერად მოზერისგან წამოსულმა ქარვის მანშუტკი მომიტანა ვინც მსგავსი ნივთების მოყვარულია მისთვის რა უშავს მაგრამ ჩვენთვის კაპიკად არ ღირს ჩვენთვის ფასი მხოლოდ ოქროს აქვს ჰოდა რახან გუშინ ნაწყენი წავიდა ჩემგან გოროზად ცივად მაგრამ 2 მანეთი მაინც მივეცი ეს კია თავი ვერ შევიკავე ცოტა არ იყოს ბრაზით ვუთხარი თქვენი ხათრით თორემ ამას არც მოზერი დაიგირავებდა დიახ
გულმოსული გახდით. თქვენი ხათრითო, რომ გაიგონა, ისევ წამოენთო სახე, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს, არც ფული მოუყრია უკან. გაჭირვება ბატონო, მაგრამ ჰოი, რაც ცეცხლი წაეკიდა პირზე. მიუხვდი, გულში ისარივით მოხვდა ჩემი ნათქვამი. ხოლო მისი წასვლის შემდეგ ჩემს თავს ვკითხე, ნეტა, ღირს მეთქი ეს გამარჯვება 2 მანეთი. დიახ, სწორედ 2-ჯერ ვკითხე ჩემს თავს, ნეტავ ღირს მეთქი, ნეტავ ღირს მეთქი და ღიმილითვე დავუკარი კვერი. ძალიან გამამხიარულა მაშინ ამ ამბავმა, მაგრამ სიბოროტით არ მithქვამს, არა, განგებ ვუთხარი ასე, გამოცდა მინდოდა მისი. რაღაც ფიქრმა გამკრა მაშინ მის თაობაზე, ეს მესამედ ვიფიქრე მასზე. ჰოდა მას აქეთ დაიწყო ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვკითხე მისი ამბები. მოუთმენლად ველოდი მის მოსვლას, გული მიგრძნობდა, მალე მომაკითხავს მეთქი. მოსულს ფრიად ზრდილობიანად ვება ასე. მე ბატონო, ვერც აღზრდას და ვერც თავდაჭერას ვერავინ დამიწუნებს. მაშინ მივხვდი, რა უწყინარი, რა თვინიერი ვიღაც იყო. სწორედ მისთანა უწყინართ და თვინიერთ არ ძალუც გაძალიანება. თუმცა გულს მთლიანად არ გაგეხსნის, შენთან საუბრისგან თავს ვერ დაიძვრენს, ძუნწად გაგცემს პასუხს, მაგრამ ხომ გაგცემს. ხოლო თუ ღმერთს შენთვის მოთმინებას მოუწია, მეცსა და მეც დასცინძლავ. რასაკურველია თვითონ მას ჩემთვის არაფერი უთქვამს მაშინ. გოლოსში დაბეჭდილ განცხადებებსა თუ სხვა ამბებზე მერე შევიტყვე. მაშინ განცხადებას განცხადებაზე ათავსებდა. თავდაპირველად რა თქმა უნდა გოროზად, ასე და ასეო. აღმზრდელი ქალის ადგილს ვეძებო. თანახმავარ, თუნდაც სხვა ქალაქში იყოსო. პირობები წერილით გამომიგზავნეთო. მერე თანახმავარ ყველაფერზე, სწავლება, ოჯახის მიხედვა, თუ ავადმყოფის მოვლა იქნება, ჭრა-კერვაც მეხერხებაო. როცა ყველა იმედი გადაეწურა, ბოლოს ესეც დაბეჭდა. ჯამაგირს არ მოვითხოვ, საჭმელ სასმელით უზრუნველყოფაზეც თანახმა ვიქნებიო. ადგილი კი მაინც ვერ იშოვა. მაშინ გადავწყვიტე უკანასკნელად გამომეცადა. ავიღე იმ დღევანდელი გოლოსი და წავუკითხე განცხადება. ახალგაზრდა დედ-მამით ობოლი ქალი პატარა ბავშვის აღმზრდელის ადგილს დაეძებს ხნიერი ქვრივის ოჯახში. შინაურ საქმეებშიც დაეხმარება. აბა ნახეთ, ამ დილას დაბეჭდა, საღამოს კი ალბათ უკვე იშოვა ადგილი. განცხადება ასეთი უნდა. ისევ წაეკიდა ალმური პირზე, დამიბრიალა თვალები, ზურგი მაქცია და წავიდა. ძალიან მომეწონა, თუმცა მაშინ აღარც ვეჭვობდი. განა მუნჯტუკებს გირაოდ ყველა მიიღებს. იმას კი აღარც მუნჯტუკები შერჩა. მართლაც მესამე დღეს მომადგა. გაცრეცილი, აღელვებული. მივხვდი ოჯახში აყალ-მაყალი მოუხდა მეთქი. მართლაც ასე ყოფილიყო. ახლავე აგეხსნით რაც იყო. ოღონდ ის მინდა გავიხსენო, როგორ გამოვიჩინე მაშინ თავი და როგორ ავმაყდი მის თვალში. ასე ვინდომე მაშინ. საქმე ისაა, რომ ხატი მომიტანა. ყური მიგდეთ, ახლა იწყება თავი და თავი. აქამდე მხოლოდ ბოდვა იყო. ვაჰმე, რომ ყველაფერი მინდა მოვიგონო. ყოველი წვრილმანი, სულ პაწაწინა წვრილმანიც კი. მინდა აზრებს მოუყარო თავი და ვერ მომიყრია. ეს წვრილმანები. ღვთისმშობლის ხატი იყო. ღვთისმშობლისა და ყრმა იესოსი, საოჯახო, ძველებური ოქროში ნაფერი ვერცხლით ნაჭედი. დიდი 6 მანეთი ღერდა. შევატყვე რარი გეძვირფასებოდა. მთლიანად უნდა დააგირაოს. ნაჭედობის მოხსნა არ უნდა. ვუთხარი, ვერცხლი ახსენით, ხატი კი უკან წაიღეთ, რაც უნდა იყოს, ხატია მეთქი. განა აკრძალულია? არა, ვინ აგვიკრძალავს, მე თქვენთვის ვამბობ. მაშინ ახსენით. დავფიქრდი და ვუთხარი, არა, ვერ აგეხსნი. აგერ იქ,
სახატეში დავდგამ, სხვა ხატებთან, კენდელის ქვეშ. თქვენ კი 10 მონეტს მოგართმევთ, 10 არა, 5 იყოს, მერე უთუოდ გამოვიხსნი. მაშასა და მე 10 არ გნებავთ? ასე კი ღირს, დავუმატე ესეც, რახან შევატყვე. ისეც აუბრიალდა თვალები, თუმცა აღარაფერი უთქვამს. გამოუტანე 5 მონეტი და მივეცი. ამ რეზით ნურავი შეხედავთ. მეც გამომიცდია გაჭირვება, თქვენზე უარესი. თუ კი ამ საქმეს მივდევ, ეს იმის შედეგია, რომ ვიწვნიე და ახლა საზოგადოებაზე შურს იძიებთ. გამაწყვეტინა ანაზდაც საკმაო გესლით, თუმცა უწყინრად. ოჰო, გავიფიქრე, ხასიათს აჩენს ახალ იდეებს ეზიარება. ხომ იცით, ჩავუქარაგმე, მაშინმე ვითომ ხუმრობით. მე ვარ ნაწილი მთელი იმ ნაწილისა, ვისაც წადია ქმნას ბოროტი, მაგრამ იქმს კეთილს. სწრაფად მტყორცნა ცნობის მოყვარე, თუმცა საკმაოდ ბავშვური მზერადა მკითხა. დაიცადეთ, ეგ ვისი აზრია, საიდანაა? თითქოს სადღაც წამიკითხავს. თავს ტყუილად ნუ შეიწუხებთ. ამ სიტყვებით გაეცნო მეფისტოფელი ფაუსტს. ფაუსტი თუ წაგიკითხავთ, არც მაინც და მაინც დაკვირვებით. მაშასა და მე არ წაგიკითხავთ, უნდა წაიკითხოთ კი. მგონი ისევ გაგეხიმათ. ოღონდ ისეთი მდარე გემოვნების მქონედ არ ჩამთვალოთ. ჩემი ხელობის გასალამაზებლად მეფისტოფელის ცოდნი თავს გაწონებდეთ. გირაოს დუქნის პატრონი მაინც გირაოს დუქნის პატრონად რჩება. დიახ, უცნაური კაცი ყოფილხართ, სულაც არ მიფიქრია. ანუ განათლებული კაცი თუ იყავით, არ მეგონაო, ეს უნდა ეთქვა, ოღონდ არ თქვა. მაგრამ ხომ ვიცი, რომ გაიფიქრა. ძალიან მოვაწონე მაშინ თავი. ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე თესოს. ჩემზე არ ვამბობ, იქნებ ცუდის მეც არას ვაკეთებ, თუმცა ჰო, ადამიანს ყველგან შეუძლია სიკეთე თესოს, მითხრა და ეჭვიანად შემხედა. დიახ, ყველგან, გაიმეორა ისევ. ჰოი, რა რიგ მახსოვს ყველა ის წამი. ისიც მინდა დავამატო, რომ ეს ჩვენი ახალგაზრდები, ეს ჩვენი კაი ახალგაზრდები, რაიმე ჭკვიანურისა და გულში ჩამწდომის თქმას დააპირებენ. მეტისმეტად აშკარად და გულწრფელად დაეტყობათ სახეზე. აი, რა ჭკვიანური და გულში ჩამწდომს ვამბობთ. განა ეს ყოვლოჩინობით მოსდით? არა, თვითონაც სულით და გულით წამთ და ასე ამბობენ. დიდად აფასებენ და გონიათ, შენთვისაც დიდად ფასობს. ჰოი სიწრფელევ გულისა. იგია რომ გამარცხებს კაცს, მერე და რა კარგი იყო მისი სიწრფელე. კი, მახსოვს, არაფერი დამვიწყნია. რა წამს წავიდა მაშინვე გადავწყვიტე. იმავე დღეს წავედი საბოლოოდ ყველაფრის გამოსარკვევად და ყველაფერი გავიგე, რაც მის თავს ხდებოდა. წინა ამბები ლუკრეციასგან ვიცოდი უკვე. მაშინ იმათთან რომ მსახურობდა და ეს რამდენიმე თვეა მოსყიდული მყავდა. ამბები კი ისე საშინელი იყო, ვერ გამიგია, კიდევ როგორ შეეძლო წეღანდელივით გაეცინა და მეფისტოფელის ნათქვამით დაინტერესებულიყო, როცა მის თავს ასეთი რამ ტრიალებდა. მაგრამ სიყმაწვილის ამბავი მოგეხსენებათ. სწორედ მაშინ გავიფიქრე, სიამაყით და სიხარულით მასზე, რამე თუ აქ, სულ გრძელობა იგრძნობოდა, სულ გრძელობა და დიდ სულოვნება. მე ვიღუპები, მაგრამ გოეთეს დიდებულ სიტყვებს გაუმარჯოსო. სულ გრძელობა გინდაც მრუდეთ გაგებული, სიყმაწვილეს მუდამ სჩვევია. თუმცა მასზე, მხოლოდ მასზე ვამბობ, რაც მთავარია მაშინ უკვე ჩემს საკუთრებად, ჩემად მიმაჩნდა. ჩემს ძალაში ეჭვი არ მეპარებოდა. ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს. თურმე, ეს რა მომდის, ასე თუ გავაგზელე, როდის მოუყარო აზრებს დავი. უნდა ვიჩქარო, ღმერთო ჩემო, განა ესაა ახლა მთავარი.
წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. თავი მეორე. მე ცოლობა თხოვე. ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, რა ამბებიც მასზე შევიტყვე. დედმამა 3 წლის წინ გარდაეცვალა. დარჩა თურმე ყოვლად წუპაკი მამიდების ამარა. თუმცა წუპაკის თქმა იმათზე ცოტაც კია. ერთი მამიდა ქვრივი იყო. ერთმანეთზე მიყოლებული 6 შვილი ყავდა. მეორე შინაბერა, დიდი წუნკალი ვიღაც. თუმცა წუნკლები ორივენი ბრძანდებოდნენ. მამა მოხელე ყოლია, წერალი, უბრალო აზნაური. ამიტომაც მე მისთვის დიდი კაცი გახდით. აბა რა, ბრწყინვალე პოლკში, შტაბის კაპიტნად ნამსახური, ტახტის აზნაური, დამოუკიდებელი კაცი, ხოლო ჩემი სესხის სალარო მამიდებს მოწიწებითაც აღავსებდა. 3 წელია მამიდების ყურმოჭრილი მონა იყო და მაინც იმდენი მოახერხა, იმდენი ქნა, გამოცდა ჩააბარა, თუმცა დღედაღამ უმოწყალოდ ამუშავებდნენ. მაშასა და მე ასე უნდოდა, ასე ილტვოდა უკეთესისკენ. მე განა რად მინდოდა მისი ცოლად თხოვა. თუმცა ჯანდაბას შემი თავი, განა ესაა აქ მთავარი. მამიდაშვილებს ის ასწავლიდა, საცვლებს ის უკემსავდა. ასეთი სუსტი ჯანის პატრონი იატაკებსაც თვითონ რეცხავდა. ისინი კი სცემდნენ და ყოველ ლუკმას აყვედრიდნენ. ბოლოს გაყიდვაც დაუპირეს. არ მინდა ამ სიბინძურის მოყოლა, თვითონ მიამბო მერე დაწვრილებით. მისი ამ ტანჯვა წამების მოწმე მათი მეზობელი ხიპიანი მედუქნე იყო. უბრალოდ მედუქნე კი არა, 2 საბაყლოს პატრონი. 2 ცოლი უკვე გაესტუმრებინა, საიქიოს და მესამეს დაეძებდა. ჰოდა ამას დაადგა თვალი. წყნარია, უსიტყვო, გაჭირვებაში გაზრდილი. მე კი ობლები მყავს, ცოლი მათი გულისთვის მინდა. ობლები მართლა ყავდა. მოელაპარაკა თურმე მამიდებს, მოურიგდა. 50 წლის ყოფილა. საწყალ გოგოს თავზარი დაეცა. აი მაშინ იყო მოუხშირა ჩემთან სიარულს. გოლოსში განცხადებების გამოქვეყნებას ფული უნდოდა. ბოლოს შეევედრა მამიდებს, ცოტა მაინც მაცალეთ, მოვიფიქრო. ცოტა აცალეს, მერე კი სული ამოხადეს. ჩვენ თვითონ ჩასახეთქი რა გვაქვს. შენ რომ გაჭამოთ. მე ეს ამბავი უკვე ვიცოდი და ამ დილას გადავწყვიტე კიდეც ყველაფერი. ბაყალი საღამოს მობრძანდა, 1 გირვანქა კანფერი მოართვა, 10 შაური საფასური. სანამ ბაყალთან იჯდა, ლუკერია გამოვიხმე. სამზარეულოდან და დავაბარე, წადი, ჩუმად უთხარი ჭიშკართან ველოდები. გადაუდებელი საქმე მაქვს და უნდა ვუთხრათქო. ჩემი თავის კმაყოფილი დაურჩი. იმ დღეს საერთოდ ძალიან კმაყოფილი გახდით ყველაფრით. იქვე ჭიშკართან ამ ჩემი გამოძახებით გაოცებულს. ლუკერიას თანდასრებით ვუთხარი, ასე და ასე, დიდ პატივს დამდებთ, ძალიან გამაბედნიერებთ მეთქი. ჩემი ქცევა რომ არ გაკურვებოდა, ესეც დავაყოლე. პირდაპირი კაცი ვარ და საქმის ვითარებაში გარკვეული. არც მომიტყუებია, პირდაპირი ვარ მეთქი. თუმცა ჯანდაბას ველაპარაკე ზრდილი კაცის პირობაზე, რაც მთავარია, ორიგინალურად, განა რა ისეთი ცოდვა ესაა. მე მინდა ვიყო ჩემი თავის მსაჯული და ვიქნები კიდეც. უნდა პროდა კონტრაც ვთქვი და ვიტყვი კიდეც. შემდეგში სიამოვნებით ვიგონებდი ყველაფერს, გინდაც სიბრიყვე ჩამითვალოთ. პირდაპირ მიუკიბავ მოუკიბავად განუცხადე მაშინ. ჯერ ერთი არც დიდად ნიჭიერი ვარ, არც დიდად ჭკვიანი, იქნებ არც მაინც და მაინც კეთილი, საკმაოდ იაფასიანი თავკერძად. შესაძლოა ბევრი სხვა უსიამოვნო რაღაც ჩვევია მეთქი. ვთქვი ამაყად, მოგეხსენებათ როგორც ამბობენ, რა თქმა უნდა, იმდენი ჭკუა მეყო, ნაკლის შემდეგ ღირსებანი აღარ ჩამომეთვალა. სამაგიეროდ ასეთი და ასეთი ვარ მეთქი. შევატყვე, რომ დაფრთხა და მაინც არ შევარბილე. პირიქით გავამძაფრე. პირდაპირ მოუჭერი, საჭმელი არ მოგაკლდება, ოღონდ
მორთვა, მოკაზმვა, თეატრები თუ მეჯლისები ოცნებაშიც არ გაივლო. როცა ჩემს მიზანს მივაღწევ, მაშინ ნახოთ მეთქი. ეს ჩემი გოროზი კილო კიდეც მომეწონა. ისიც დავუმატე, თუმცა გააკვრით, როცა ეს ხელობა ავირჩიე, ანუ სესხის სალარო გავხსენი. მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა. გარემოება შემექმნა მეთქი. მაშინ ისეთი განა არ მქონდა ამის გმისუფლება. განა მართლა არ მქონდა ასეთი მიზანი და არ შემექმნა ასეთი გარემოება. დიახ, ბატონებო, თავად მთელი სიცოცხლე ჭირივით მძულდა ეს სალარო, მაგრამ რა რიგ სასაცილოც არ უნდა იყოს, შენს თავს ქარაგმულად ელაპარაკო. სინამდვილეში ხომ მართლა შურს ვიძიებდი საზოგადოებაზე. დიახ, მართლა, ასე რომ იმ დილანდელი მისი დაცინვა შურს იძიებთო, უსამართლო იყო. მე რომ პირდაპირ მეთქვა, კი, შურს ვიძიებ საზოგადოებაზე, დილანდელივით გადაიკისკისებდა და მართლაც სასაცილო იქნებოდა. მაგრამ ქარაგმულად თურმე შეიძლება ადამიანის ოცნება მოისყიდო, თანაც გული საგულეს მქონდა. ღიპიანი ბაყალი რომ ჩემზე მეტად ძულდა და ჭიშკართან მართლაც ხსნელ ანგელოზად მოვევლინე. დიახაც ვიცოდი. ვაი, რომ სულ მდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება. თუმცა ეს განა სულ მდაბლობა იყო. განა მაშინ უკვე არ მიყვარდა იგი. მოიცად, მე მაშინ წყალობაზე კრინტი არ დამიძრავს. პირიქით, ეს ჩემთვის გახლავთ მეთქი წყალობა, თქვენთვის კი არა. კიდეც ვუთხარი, თავი ვერ შევიკავე. ჭკვიანურად რომ არ მომივიდა იქვე, შევატყვე, ვინაიდან პირზე ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ ისე კი მოვიგე საქმე. მოიცად, თუ მთელ სიბინძურეს მოვიგონებ, ბარემ უკანასკნელ ღორობაზეც ვიტყვი. დგავარ, ვლაპარაკობ, თავში კი მიტრიალებს. შენ ტანადი ხარ, მოყვანილი, კარგად გაზრდილი და ტრაბახი რად გინდა, კარგი შეხედულიც გო. ცხადია იქვე ჭიშკართან მითხრა თანხმობა, თუმცა ისიც უნდა დავუმატო. ჰოს თქმამდე დიდხანს იდგა ჩაფიქრებული. დიახ, იმდენ ხანს იდგა, კიდეც ვკითხე, აბა, რას მიბრძანებთ? დიახ, ასე ვუთხარი, რას მიბრძანებთ მეთქი? დამაცად მოვიფიქრო, სწორედ მაშინ უნდა მივხვდარიყავი ყველაფერს. მე კი გულში წყინდა, ნუ თუ არჩევანს აკეთებს, მე თუ ბაყალი. თურმე არაფერი მესმოდა. დღემდე არ გამეგებოდა. მახსოვს წამოსვლისას ლუკერია დამედევნა. გამაჩერა და ჰაიჰარად მითხრა. ღმერთი გადაგეხდი სიკეთეს, ჩემო ბატონო, ამ ჩვენს პატარა ქალბატონს რომ თხოვულობთ, ოღონდ იმას კი ნუ ეტყვით, ამაყი გახლავთ. ჰო, ამაყიო, განა მე არ მიყვარს ამაყი ხალხი? ამაყ ხალხს რა სჯობია, მეტადრე თუ ეჭვი არ გეპარება, რომ იმათზე მეტი ძალა გაქვს. ჰოი, სულ მდაბალო, ტლანქო ადამიანო, ჰოი, რა კმაყოფილი ვიყავი მაშინ. იცით კი, როცა ჭიშკართან იდგა ჩაფიქრებული. ჰო ეთქვა თუ არა ჩემთვის, ვინ იცის, ესეც იფიქრა მაშინ. ორი ჭირიდან უარესი ჭირი, ანუ ბაყალი იქნებ სჯობდესო. მაგრამ რომელი იყო უარესი ჭირი? მე თუ ბაყალი თუ სესხის სალაროს მეპატრონე? გოეთეს ციტატებით მოლაპარაკე. საკითხავი აი რა არის, თუმცა საკითხავი რაღა არის? პასუხი აგერ მაგიდაზე დევს. შენ კი საკითხავიო გაიძახი, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი. მე არა ვარ აქ მთავარი, ან რა აზრი აქვს, ვარ თუ არა აქ მთავარი? იცის კი ვინმემ, არა, სჯობს დავწვე ისევ და დავიძინო. ლამისაა, თავი გამისკდეს. თავი მესამე. ვარ კაცთა შორის უკეთელშობილესი, თუმცა მევე არ მჯერა. ვერ დავიძინე, ან კი რა დამაძინებს. ისე მიფეთქავს ტვინში რომელიღაც ზარღვი. მინდა კარგად გავერკვე ამ სიბინძურეში. ჰოი ეს წუმბე, ჰოი რა ბინძური წუმბიდან ამოვათრიე მაშინ. ნუ თუ არ უნდა გაეგო, არ უნდა დაეფასებინა ჩემი სიკეთე. ბევრი რამ მანიჭებდა მაშინ სიამოვნებას, ისიც რომ
41-ის ვიყავი. ის კი 16-ის. ეს ერთობ მომწონდა. მატყბობდა იმის შეგრძნება, რომ განსხვავება ასე დიდი იყო. მაგალითად მინდოდა ქორწილი ინგლისურ ყაიდაზე მომეწყო. მაშა სადამე მარტო ჩვენ ყოფილიყავით. მოწმე კი მხოლოდ 2. იქიდან ერთი ლუკერია. მერე კი ჰაიდა. მატარებლით გავემგზავრებოდით თუნდაც მოსკოვს. 1-2 კვირა სასტუმროში დავყოფდით, მაგრამ მამიდებს ვხლებოდი, ვითარცა ნათესავებს და პატივი მიმეგო მათთვის. ვაჩუქე კიდეც 100 მანეთი იმ წუნკლებს და კიდევ აღვთქვი დახმარება. მისთვის კი აღარ მithქვამს, გული არ ატკინოს მეთქი ამ სიბინძურემ. მამიდებიც ხელად დამიტკბნენ. ლაპარაკი გქონდა მზითევზეც. არაფერი გააჩნდა და არც არაფერს ითხოვდა. მაგრამ დავუმტკიცე, არც ეგრე ცარიელ-ტარიელი შეიძლება მეთქი და მევე გავამზითვე. სხვა აბა ვინ დაეხმარებოდა, თუმცა ჯანდაბას შემითავი. ეს კია მოვასწარი და ჩემს აზრებს ვაზიარე. იქნებ არ უნდა მეჩქარა. სულით და გულით მომენდო მაშინ, ახტაცებით მხვდებოდა საღამოობით. მეტიტინებოდა თავის პატარაობაზე, ოჯახზე, დედ მამაზე. ჰოი რა მომხიბლავია უმანკო ტიტინი. მაგრამ მის ახტაცებას უმალ ცივი გადავასხი. მის ახტაცებას სიჩუმე მივაგებე, თუმცა მოწყალე სიჩუმე კი. ისიც მაშინვე მიხვდა, რომ ჩვენ სხვადასხვანი ვართ, რომ კაცი ადვილად ვერ გამომიცნობს. მე სწორედ ეს მეწადა, სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი. გამოცანად რომ მივეჩნიე. ალბათ იმიტომ მოვიქეცი ასე ბრიყულად. ერთი რომ თავიდანვე შინ მოყვანისთანავე გამოვიჩინე სიმკაცრე. ერთი სიტყვით, მთელი სისტემა შევქმენი. კმაყოფილი კი ვიყავი. თავისთავად მოხდა ასე, სხვანაირად არც იქნებოდა. უნდა შემექმნა სისტემა. საქმის ვითარება იყო ასეთი. მართლა და მართლა, რაც სილს ვწამებ ჩემს თავს. სისტემა ხომ უტყუარი იყო. არა, უნდა მომისმინოთ. როცა ადამიანს ასამართლებ უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორ იყო. მაშ მომისმინეთ. აღარ ვიცი საიდან ან როგორ დავიწყო. ძალიან მიჭირს. ძნელი ყოფილა თავის მართლება. ყმაწვილ კაცობას, მაგალითად, ფულის ძაგს. მეც მაშინვე ფულს მივეძალე ისე რიგად, რომ მისმენდა ხოლმე თვალებ გაფართოებული და მერე ხმას გაიკმენდა. დადუნდებოდა. ახალგაზრდობა სულგრძელია. მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ. სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგეშალა უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს. მე კი სხვა რამ მეწადა. დიდი გრძნობით და გულით მსურდა შეეხედა. ჩასდომოდა ყველაფერს. განავტყუოდი. აი, თუნდაც ეს პატარა მაგალითი ავიღოთ. აბა როგორ ამეხსნა მისნაირი ხასიათის პატრონისთვის ეს უხამსი სესხის სალარო. პირდაპირ მეთქვა. ხომ გამოვიდოდა თითქოს რცხვენია მევახშეობის. მე კი ასე ვთქვათ, სიამაყე მოვიშველიე. თითქოს მდუმარედ ველაპარაკე. მდუმარე ლაპარაკში კი ბადალი არ მყავს. მთელი ცხოვრება მდუმარე ლაპარაკში გავლიე და ბედნაოსობა მდუმარედ გადავიტანე. მეც ხომ უბედური ვიყავი, მეც ხომ ყველამ გამრიყა და დამივიწყა. კაცი შვილმა არაფერი იცის, ხოლო იმ 16 წლის გოგომ უნამუსო ხალხისგან გაიგო და ეგონა ყველაფერი ვიციო. მაშინ როცა ჭეშმარიტება ჩემს გულში იყო ჩამარხული. მე კი ვდუმდი, მეტადრე მასთან ვდუმდი. წუხანდელამდე ვდუმდი, მაგრამ რად ვდუმდი? ვინაიდან ამაყი ვიყავი, მინდოდა თვითონ გაეგო. უჩემოდ, მაგრამ არა უნამუსო ხალხისგან. თავისით მიმხვდარიყო სიმართლეს ჩემზე და თავისით ჩაწდომოდა ჩემს გულს. ჩემს ოჯახში რომ შემოვიყვანე, სურდა სულით და გულით პატივი ეცა ჩემთვის. სურდა დაჩოქელი მდგარიყო ჩემს წინ იმ ტანჯვის გამო, რაც გამოვიარე. მე ღირსი ვიყავი ამის, დიახ, მუდამ ამაყი ვიყავი.
მეწადა ყველაფერი ან არაფერი. არ მინდოდა წყალნარევი ბედნიერება და სწორედ ამიტომ მოვიქეცი მაშინაზე. აქაუდა თვითონ მიხვდი, თვითონ დააფასე მეთქი. აბა მე თვითონ რომ ამეხსნა და მეკარნახა, კუდი მექნია და დაფასება მეთხოვა. ეს ხომ იგივე მოწყალების თხოვნა იქნებოდა. თუმცა რას ვლაპარაკობ? სიბრიყვე, სიბრიყვე, ჩემი სიბრიყვე. პირდაპირ და დაუნდობლად ავუხსენი მაშინ ორიოდე სიტყვით, რომ ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა, მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ რომ მუქთად მოსდის, იმიტომ რომ უშრომლად მოსდის, ასე ვთქვათ, ყოფიერების ეს პირველი შთაბეჭდილებანი. აბა ერთი იშრომონ და მერე ნახონ. იაფასიანი სულგრძელობა მუდამ ადვილია, სიცოცხლის გაწირვაც კი არაფრად გიღირს. როცა სისხლი გიდუხს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბები ხარ. თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა. არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში რომ არ მოხვდება. სხვერპლსაც ბოლომდე გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს იქვე რიგემებ. როცა კაცს სპეტაკს და უზადოს არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას ჯობი ხარ, აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარსიტყვი. მე კი ჩემი სიცოცხლე, სხვა არაფერი მიკეთებია. ჯერ მეკამათებოდა, ჰოი, როგორ მეკამათებოდა, მერე ხმა გაიკმინდა, კრინცაც აღარ ზრავდა, ოღონდაც თვალებ გაფართოებული მისმენდა, თვალებში კი დაკვირვება ეხატებოდა. უცებ კი ღიმილი დავიჭირე მისი, უნდო უსიამო ღიმილი. აი, ამ ღიმილით შემოვიყვანე სახლში, ესეც კია, სხვა გზა არ ჰქონდა. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. თავი მეოთხე. გეგმები და გეგმები. ვინ დაიწყო ჩვენში პირველმა? არავინ. თავისთავად დაიწყო პირველივე დღეებში. აკი, თქვი, იმთავითვე სიმკაცრე გამოვიჩინე მეთქი, მაგრამ მალე მოლბი, ქორწილამდე ვუთხარი, გირაო შენ უნდა ჩაიბარო და ფულიც შენ უნდა გასცე მეთქი, მაშინ სიტყვა არ დაძრა. პირიქით, მუყაითადაც შეუდგა საქმეს, ბინა ავეჯი ცხადია, ძველებურად დარჩა. ორიდან ერთი ოთახი გადაღობილი იყო და სესხი სალარო იქ მქონდა. მეორე კი ისიც დიდი ოთახი, საძინებელი იყო. ავეჯის რა მოგახსენოთ, მამიდებსაც კი მგონი უკეთესი ედგათ. სახატე და კანდელი დარბაზში იყო. ჩემს ოთახში ჩემი კარა და წიგნები და სკივრი იდგა, მისი გასაღები კი მე მქონდა. ლოგინიც იქვე იყო, კიდევ სკამები და მაგიდა. ქორწინებამდე ვუთხარი, რომ საჭმელზე სამივეს, ესე იგი მე, მას და ლუკერიას, რომელიც ჩვენთან გადმოვიყვანე, დღეში მანეთი უნდა გვეყოს. მეტი არა, იმიტომ რომ 3 წელიწადში 30,000 მანეთი უნდა დავაგროვო. სხვანაირად კი არ დაგროვდება მეთქი. წინააღმდეგი არ წასულა. 6 შაური მერე მე თვითონ წავუმატე. ასევე იყო თეატრზეც. ხომ ვუთხარი, თეატრში სიარულის იმედი არ გქონდეს მეთქი, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც მიმყავდა. კარგ ადგილებსაც ვყიდულობდი, წინა რიგების სავარძელში. 3ჯერ ვიყავით კიდეც, ნახეთ ბედნიერების ძიებაში და მგონი ჩიტნი გალობელნი. უბრად მივდიოდით და უბრადვე ბრუნდებოდით. ვდუმდით იმთავითვე, მაშინ ხომ არ გვიჩხუბია, მხოლოდ ვდუმდით, მახსოვს, ხშირად შემომხედავდა ქურდულად. ეს რომ შევამჩნიე უფრო, სიტყვაც უნწი გავხდე. მართალია პირველმა მე ვარჩიე დუმილი, თვითონ 1-2ჯერ აღყვა გულისთქმას. მომვარდა და გადამეხვია, მაგრამ ეს ისტერიული გულისთქმა იყო, მე კი მყარი ბედნიერება, პატივისცემა მსურდა, ამიტომაც გულცივად დავხვდი. არა ვყევი, მართალიც ვიყავი, ყოველი ასეთი ამბის მეორე დღეს ჩხუბი მოგდიოდა.
თუმცა არა, არ გვიჩხუბია, ვდუმდით, იგი უფრო და უფრო თავხედურად, გამომწვევად იყურებოდა. ურჩობა და დამოუკიდებლობა რა ეწერა სახეზე, მაგრამ არ გამოსდიოდა. დიახ, ამ თვინიერ, ამ სათნო სახეს სითავხედე სულ უფრო და უფრო ეძალებოდა. დამიჯერებთ თანდათან კიდეც მიზისხებდა. ამის ნიშნები შესწავლილი მქონდა. განა შეიძლებოდა, მაგალითად, ისეთ სიბინძურესა და სიღატაკეში ნაცხოვრებს ცხვირი აებზვიებინა ჩვენს სიღარიბეზე. ეს ხომ მომჭირნეობა იყო და არა სიღარიბე. თეთრეულსა და სისუფთავეს რაც შეეხება, იმაზე ხომ ფულს არ ვიშურებდი. ადრე ოცნებად მქონდა, ქმრის სიფაქიზე ცოლს უთუოდ მოხიბლავს მეთქი. თუმცა მას ხომ სიღარიბეზე მეტად ჩემი ვითომ და სიძუნწე არ მოსწონდა. აქაოდა მიზანი აქვსო, ხასიათის სიმტკიცეს იჩენს. თეატრზე თვითონვე გამომიცხადა უარი. დამცინავი ღიმილი სულ უფრო და უფრო მალიმალ გადაურბენდა სახეზე. მეც უფრო ხშირად ვდუმდი. დიახ, დუმილი უფრო გავახშირე. მას თავი უნდა ვიმართლო? განა ყველაფრის მიზეზი აქ სესხის სალარო არ იყო. სად გაგონილა ქალი და ისიც 16 წლის მამაკაც არ დაემორჩილოს. ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია. ეს ხომ აქსიომა გახლავთ. ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა. მერე რა, რომ დარბაზში ასვენია. ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს. თვითონ ვერ მოუნახავს თავის სიავკაცეს ისეთ გამართლებას, როგორსაც ქალი გამოუძებნის. მაგრამ ეს სულგრძელობაა და არა ორიგინალობა. ამ არაორიგინალურობამ დაყუპა კიდეც ქალი. მას რაღაც მითითებთ მაგიდაზე, განა ეს ორიგინალობაა, რაც იგდევს ვაიმე. გამიგონეთ, მის სიყვარულში მაშინ არც კი დავეჭვებულ ვარ. ხომ მეხვეოდა მაშინაც კისერზე, მაშასა და მე ვუყვარდი, უნდოდა ყვარებოდი. დიახ, ასე იყო, უნდოდა სიყვარული, ეძებდა სიყვარულს. თან რა ისეთი აუკაცი ვიყავი, გამართლება ეძება ჩემთვის. ამბობთ, გირაოზე აძლევდიო სესხს. ყველა ასე ამბობს, მერე რა, რომ ვაძლევდი. ალბათ იყო მიზეზი, თუ კი კეთილშობილმა კაცმა სესხის სალარო გავხსენი. იცით ბატონებო, ზოგი იდეა ხმა მაღლათი ითქვა, სიტყვა თუ იქცა, ისეთ სისულელეთ მოგეჩვენება, შენმე შეგსხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია. სხვა მიზეზი მე არ ვიცი. უკეთილშობილესი კაცი მეთქი. თქვი ეს წუთია. ხომ სასაცილოა, მაგრამ მართლა ასე იყო. მეტი მართლა რომ არ შეიძლება. დიახ, უფლება მქონდა. ჩემი თავი უზრუნველმყო და სესხის სალაროც გამეხსნა. თქვენმე გამაბრიყვეთ, ადამიანებო, უხმოდ ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშასა და მე უფლება მაქვს კედელი ავღმართო ჩემსა და თქვენს შორის. შევაგროვო ეს 30,000 მანეთი სადმე ყირიმში სამხრეთ ზღვისპირას მთებისა და ვენახის მიდამოში ვიყიდო მამული. იქ გავლიო ჩემი დღენი თქვენგან მოშორები, თუმცა ღვარძლის გარეშე საყვარელი ქალის გვერდით. თუ მომცა ღმერთმა და დავეხმარო ახლო ცხოვრებთ. ახლა რომ ვამბობ ამას, რა თქმა უნდა, ყურისთვის ლამაზად ჟღერს, მაგრამ აბა ერთი მისთვის მეთქვა და დამეხატა მაშინ ეს სურათი. განა სულელი არ ვიქნებოდი? ამიტომ ვდუმდი ამაყად, ამიტომ ვიყავით მდუმარეთ. განა გამიგებდა? 16 წლის ქალს სულ ბავშვს, აბა რა უნდა გაეგო ჩემი ტანჯვის და თავის მართლების. თანაც მისი პირდაპირობა, მისი გამოუცდელობა, სიყმაწვილის იაფფასიანი შეხედულებანი, სპეტაკის სულის სიბრმავე, თავი და თავის სესხის სალარო. ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამ ქვეყნად არაფერი ყოფილა. ეს თვინიერი, ეს ციური ქმნილება, მტარვალი და მწამებელი გახდა ჩემი სულისთვის. თუ ეს არ ვთქვი, ხომ ცილი დავწამე ჩემს თავს. იქნებ გონიათ,
არ მიყვარდა. არა, ეს მხოლოდ დაცინვა, მხოლოდ და მხოლოდ ბედის და ბუნების ავი დაცინვა გახლავთ. ჩვენ დაწყევლილები ვართ. ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწდა მარადის. ხომ ვიცი ახლა, რომ რაღაც შემეშალა. რაღაც ისე ვერ გავაკეთე, მაგრამ ყველაფერი ხომ ცხადი იყო. ჩემი გეგმა ხომ სარკესავით ნათელი იყო. მერე დარწმუნდება, მაგრამ ეს სულ გრძელობა იყო. ოღონ თვითონ ვერ შეამჩნია. მერე მიხვდება, 10-ჯერ მეტად დამაფასებს და ფეხებში ჩამივარდება მუდარით. აი ბატონებო, ჩემი გეგმა. მაგრამ ეტყობა, რაღაც გამომრჩა, რაღაც დამავიწყდა და ვერ გავაკეთე. თუმცა კმარა. ან ვისთხოვო პატიება, მორჩა. ყველაფერი მორჩა. ნუ შეშინდები ადამიანო, იყავი ამტანი. შენ არ ხარ დამნაშავე. დიახ, მე ვიტყვი სიმართლეს. არ მეშინია სიმართლეს თვალი გაუსწორო. დამნაშავე თვითონ იგია. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. თავი მეხუთე. რა იყო ჩხუბის მიზეზი? ის რომ უცბად თავის ჭკუაზე მოინდომა ფულის გაცემა და გირაოს ღირებულზე მეტად შეაფასა. 1-2 შემეკამათა, კიდევაც ამის გამო. მე არ დავუთმე, სწორედ მაშინ გამოტყვრა კაპიტნის ქვრივიც. მედალიონი მომიტანა, ცხონებული ქმრის ნაჩუქარი, ცხადია მისთვის ძვირფასი. შემევედრა და შემეხვეწა, არ დამიკარგოთ მედალიონიო. რა თქმა უნდა, არც დაუკარგავდი. ვნახოთ, 5 დღის შემდეგ სამაჯური მოიტანა. ამაში გამიცვალეო. სამაჯური კი 8 მანეთიც არ ღერდა. ცხადია უარი ვუთხარი. ეტყობოდა, ჩემს ცოლს შეატყო თვალებზე, ვინაიდან ჩემს არყოფნაში მოსულიყო და ცოლს მედალიონში გაეცვალა. ეს რომ გავიგე, შვიდად, მაგრამ მტკიცედ ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. ლოგინზე იჯდა, იატაკს ჩასჩერებოდა, მარჯვენა ფეხის წვერს ნოხზე ათამაშებდა. პირზე ამრეზილი ხიმილი უკრთოდა. ხმის ამოუღებლად განვუცხადე, რომ ფული ჩემია, რომ ნება მაქვს ჩემებურად ვუყურო ცხოვრებას და არც მისთვის დამიმალავს რამე, როცა ოჯახში შემოვიყვანე. წამომიხდა უცებ, აცახცახდა და წარმოიდგინეთ, ფეხები დამიბაკუნა. ეს იყო ქალი აფთარი, ქალი ხეცად ქცეული. გაუცებისგან გავშეშდი კაცი, ასეთ საქციელს არ მოველოდი, მაგრამ არ შევკრთი, არც დავიბენი, ასევე დინჯად მოვახსენე, ამიერიდან ჩემს საქმეში ჩარევას გიკრძალავ მეთქი. პირში შემომხარხარა და შინიდან წავიდა. ამის უფლება კი არ ჰქონდა. ჯერ კიდევ ჯვრის წერამდე დავდეთ პირობა, რომ ფეხს უჩემოდ არსად გაადგამდა. საღამო ხანს დაბრუნდა მხოლოდ, კრინტი აღარ დამიძრავს. მეორე დღეს ისევ წავიდა დილიდანვე. მესამე დღესაც დავუკეტე სალარო და მამიდებს მივაკითხე. ქორწინების დღიდან მათთან საქმე არ მქონია. არც ჩემთან მომიყვანია და არც მე სტუმრები ვარ. თურმე არც მათთან მისულა. ცნობის მოყვარედ მომისმინეს და დამცინეს კიდეც. ახია თქვენზე, ეგრეც ვიცოდი, რომ დამცინებდნენ. უმცროს მამიდას იქვე შევპირდი, 100 მანეთი და 25 წინ მივეცი. 2 დღის შემდეგ მომადგა შინ. აქ თქვენი ყოფილი პოლკის ოფიცერი ეფიმოვიჩია ჩარეული. სახტად დაურჩი, ყველაზე მეტი ბოროტება იმ ეფიმოვიჩმა მიყო პოლკში. ამ ერთი თვის წინ უნამუსოდ მომაკითხა 1-2ჯერ, ვითომც რაღაცის დაგირავება უნდოდა. მახსოვს, ის და ჩემი ცოლი ლაპარაკობდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ. ავდეგი და მაშინვე მივახალე. ჩემთან მოსვლა აღარ გაბედო. ჩვენი დამოკიდებულება არ დაივიწყო მეთქი. სხვა რაც თავშიც არ გამივლია. მხოლოდ ეს ვიფიქრე, რა თავხედი ყოფილა მეთქი. ახლა კი მისი მამი და მეუბნება. პაემანი აქვთ დანიშნულიო. ყველაფრის მომწყობი კი თურმე
მამიდების ყოფილი ნაცნობი იulis სამსონოვნა ბრძანებულა. პოლკოვნიკის ქვრივი, თქვენი მეუღლე ახლა იმასთან დაბრძანდებაო. ამ ამბავს აღარ გავაგზელებ. მთელი საქმე სულ 30 თუმანი დაჯდა, მაგრამ 2 დღეში კი მოვაგვარე. მე მეზობელ ოთახში დამმალავდნენ. კარს უკან და ჩემი ცოლის პაემანს ეფიმოვიჩთან ჩემი ყურით მოვისმენდი. ერთი დღით ადრე კი ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. შინ საღამოს დაბრუნდა და ლოგინზე ჩამოშდა. დაცინვით შემომცქერდა, ფეხს ხალიჩაზე ათამაშებდა. შევხედე და ანას და თავში გამიელვა. ეს ბოლო თვე, უფრო სწორად, უკანასკნელი 2 კვირა თავის ჭკუაზე არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, თავისივე ბუნების საწინააღმდეგოდ იქცევა მეთქი. ეს გახდათ ქალი, განჩხლებული, შეტევაზე გადმოსული. ვერ ვიტყვი ურცხვი, მაგრამ ზომიერება დაკარგული და მოჩხუბარე. ეს კია, მისივე თვინიერება უშლიდა ხელს. ამისთანა რომ განჩხლდება, გინდაც წონასწორობა დაკარგოს, მაინც შეატყობ, რომ თავისივე ბუნების წინააღმდეგ მიდის, თვითონ იღიზიანებს თავს, მაგრამ სირცხვილ ნამუსისთვის ვერ გადაუბიჯებია. ამიტომაც როცა ზომიერებას კარგავს, შენს თვალს აღარ უჯერებ. გათახსირებული ბუნება კი პირიქით შეეცდება შეარბილოს ყველაფერი, წესიერება დაიცვას და იქით მოგდოს შარი, თუმცა უფრო საზისხარს კი ჩაიდენს. მართალია, რომ დუელის შეგეშინდათ და ამიტომ გამოგაგდეს პოლკიდან? კითხა ჯიქურ და თვალები გაკვესა. მართალია, ოფიცრების განაჩენით მთხოვეს წასვლა, თუმცა მანამდე თვითონ შევიტანე ეს განცხადება. პოლკს თავს ვანებებ მეთქი. გამოგაგდეს, როგორც ლაჩარი? დიახ, განაჩენი ლაჩრობისთვის გამომიტანეს, მაგრამ დუელზე ლაჩრობამ არ მათქმევინა უარი. თვითონ არ დავყაბულდი მათ სასტიკ განაჩენს და დუელზე უარი ვთქვი, ვინაიდან შეურაცხყოფილი არ მიმაჩნდა თავი. ისიც შენიშნეთ, წამომცდა ანასდად. მათი განაჩენის წინააღმდეგ ამხედრება და ამის შედეგად ყველა უბედურების გადატანა უფრო მეტი ვაჟკაცობა იყო, ვიდრე დუელში გასვლა. ვერ მოვითმინე, თითქოს თავი ვიმართლე, იმას კი სწორედ ჩემი ხელახლა დამცირება უნდოდა. ისიც მართალია, ჩაიცინა ღვარძლიანად, რომ მერე 3 წელი თურმე პეტერბურგის ქუჩებში მათხოვრობდით. სამოწყალოდ შაურიანს იხვეწებოდით და ბილიარდის მაგიდებ ქვეშ გეძინათ. დიახ, მართალი გახლავთ, პოლკიდან წამოსვლის შემდეგ ბევრი სამარცხვინო ამბავი გადამხდა, მაგრამ სულიერად არ დაუცემულ ვარ, რამე თუ თვითონ მძაგდა ჩემი საქციელი. მაშინ ძალამ და ჭკუამ მიღალატა, რამე თუ სხვა გამოსავალი არ მქონდა, საბედნიეროდ ამ ყველაფერმა ჩაიარა. ჰო, ახლა ფინანსისტი ბრძანდებით. სესხი სალაროზე ჩამიკაკუნა, მაგრამ მე უკვე მოვერიე ჩემს გულს. შევატყვე, სურდა თავის მართლება დამეწყო და დავემცირებინე. მე კი არ ავყევი. ამ დროს ზარი დარეკეს, გირაო მოიტანა ვიღაცამ და დარბაზში გავედი. 1 საათის შემდეგ, როცა ჩაიცვა და წასვლა დააბირა, ასე მითხრა, ქორწინებამდე რად არ მითხარით ეს ყველაფერი? ხმა არ ამომიღია, ისე წავიდა. მაშა სადამე მეორე დღეს კართან ვიდექი და ვუსმენდი, როგორ წყდებოდა ჩემი ბედი. ჯიბეში რევოლვერი მედო. გამოწყობილი მაგიდას უჯდა. ეფიმოვიჩი კი წინ იდგა და ყოყოჩობდა. თავს აწონებდა. ჰოდა ისე მოხდა, როგორც ველოდი. სწორედ ისე, როგორც მეგონა და გული მიგრძნობდა, თუმცა ვერ ვაცნობიერებდი, გული რას მithქვამდა და მეუბნებოდა. არ ვიცი, გამიგებთ თუ არა. დიახ, მთელი 1 საათი კოხტა პრუწა, გათახსირებულ უჭკუო ნაძირალასთან სპეტაკი და კეთილშობილი სულის პაექრობის მოწმე გახდით. გაოცებას გახდით, ამ გამოუცდელმა, ამ თვინიერმა და უტყმა ქმნილებამ საიდან იცის მეთქი ეს ყველაფერი. ჭკუამახვილი ავტორიც კი მაღალი წრის კომედიებისა ვერ შექმნიდა ამისთანა სცენას. დაცინვით გულუბრყვილო სიცილითა და ბიწიერებისადმი უბიწო ზიზღით ახსავსეს.
რა მოსწრებული სიტყვა პასუხი, რა განქიქება, ამავე დროს კი სიწრფელე და ყდემამოსილება. იგი დასცინოდა მის საარიკო სიტყვებს, მის მიმოხრას, მის ყოველ ნათქვამს, იმ ძრახვით მოსულს, რომ ხელდახელ ტლანქად მიეტანა იერიში, აზრად როგორ მოუვიდოდა, თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ამიტომაც გაშრა, დაიჩუტა კაცი. პირველად შეიძლება გაიფიქრა, მხოლოდ კეკლუცობს და იბრანჭება როგორც გარყვნილ, მაგრამ ჭკუა მახვილ ქმნილებას მოსდგამს, რომელსაც უნდა თავი უფრო დაიფასოს. მაგრამ სიმართლე მზისებრ გამობრწყინდა, ეჭვს ვეღარ შეიტანდი. მხოლოდ შემდამი სიძულველმა, ნაძალადევმა და აჩქარებულმა გადაწყვეტილებამ აიძულა მისთანა გამოუცდელი ამ პაემანზე მოსულიყო. ოღონ საქმეზე რომ მიდგა, უმალ აეხილა თვალი. იმას უნდოდა ჩემი შერცხვენა, თავის მოჭრა, მაგრამ სიბინძურე ვერ აიტანა, ჭუჭყს ვერ გაუძლო. მისებრ უბიწოსა და სპეტაკი იდეალების პატრონს, განა ეფიმოვიჩი, თუ მისნაირი ნაძირალები აცდუნებდნენ. პირიქით, მხოლოდ სიცილი აღუძრა, მთელი სიმართლე ამოუდუღა გულის სეღრმიდან და აშფოთებამ მხოლოდ სარკაზმი დააფრქვევინა. ვიმეორებ, ეს ტუტუცი ბოლოს ისე გამოთაყვანდა, ისე მოქუშული იჯდა და პასუხებს ისე ძალისძალად ღერღავდა, კიდეც შემეშინდა, აქ სულ მდაბლობით არ შეურაცხყოს მეთქი. ისევ ვიმეორებ, ჩემდა სასახელოდ, ამ სცენამ თითქმის არც გამაუცა. თითქოს შემთვის ნაცნობი რამ ვიხილე, თითქოს იმიტომ მოვდიოდი, რომ ეს მენახა. მოვდიოდი და არ მჯეროდა, არა ცილის წამება, თუმცა რევოლვერი მედო ჯიბეში აი, თუ გნებავთ მთელი სიმართლე. განა სხვას კი წარმოვიდგენდი, განა რატომ მიყვარდა, რატომ ვაფასებდი, რისთვის ვითხოვე ცოლად, თუ როგორ ძულდი, მაშინ დაურწმუნდი, მაგრამ ისიც ვიწამე, რამდენად სპეტაკი იყო. კარი უცბად შევაღე და სცენა შევწყვიტე. ეფიმოვიჩი წამოხდა, მე კი მოუკიდე იმას ხელი და წამოდი მეთქი ვუთხარი. ეფიმოვიჩი გონს მოეგო და უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა. ცოლქრობის წმინდად წმინდა მოვალეობასთან რა ხელი მაქვს. კი ბატონო, წაიყვანეთ, მაგრამ ამას გეტყვით, მომაძახა უკან. თუმცა რიგიანი კაცი თქვენთან დუელში არ გამოვა, მაგრამ თქვენი ცოლის ხათრით მიმსახურეთ. თუ რა საკურველია, გაბედავთ და ხომ გესმით, შევაჩერე წამით, იგი ზღურბლზე. სახლამდე ხმა არ ამოგვეღია, ხელკავით მიმყავდა და არც ის გამძალიანებია, პირიქით, მეტისმეტად იყო შემკრთალი, ოღონდაც მხოლოდ შინ მისვლამდე. შინ მოვედი თუ არა, სკამზე დაჯდა და თვალები მომაშტერა. ადამიანის ფერი არედო. მართალია ტუჩები დაცინვით მოეკუმა, მაგრამ გოროზად მიყურებდა და თვითონაც სჯეროდა მგონი, იმ წუთს ტყვიას მახლისო, მაგრამ რევოლვერი უხმოდ ამოვიღე ჯიბიდან და მაგიდაზე დავდე. ის ხან მე შემომხედავდა, ხან რევოლვერს. ყურადღება არ მივაქციე მის შეშინებულ იერს და თითქმის ჩაცმული მივწექი ლოგინზე. ქანცი აღარ მქონდა, თერთმეტს აღარაფერი უკლდა, მერე ჩააქრო სინათლე და ჩაცმული მიწვა დივანზე. პირველი შემთხვევა იყო გვერდით, რომ არ დამიწვა. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. თავი მეექვსვე, საზარელი მოგონება. ახლაც კი მზარავს ამის მოგონება. 8 საათი იქნებოდა, რომ გამეღვიძა. ოთახში თითქმის დღის სინათლე იყო. გამეღვიძა სრულ გონებაზე და უცებ გავახილე თვალე. იგი მაგიდასთან იდგა და რევოლვერი ეკავა. არ შეუმჩნევია, რომ გამეღვიძა და უთვალთვალებდი. ერთიც ვნახოთ ჩემკენ დაიძრა რევოლვერით. ისვე დავხუჭე თვალი. ვითომ ისევ მეძინა.
მოვიდა და თავზე დამადგა. ყველაფერი მესმოდა, სამარისებური სიჩუმე იდგა და მაინც თითქოს ყველაფერი მესმოდა. უცებ რაღაცა მომიარა, ჩემდაუნებურად გავახილე თვალი. იგი ჯიქურ მიყურებდა. რევოლვერი კი უკვე ჩემს საფეთქელთან მოეტანა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გადავწყვიტე რაც უნდა მომხდარიყო, არ გამძრეულიყავი და თვალი არ გამეხილა. ხომ მომხდარა, ღრმად მძინარეს რომ უცებ გაუხელია თვალი. თავიც კი წამოუწევია და მოუთვალიერებია ოთახი. მერე კი უაზროდ მიგდებულა ბალიშზე და დასცინებია. აღარც კი ახსოვს, რას შეხედა, რა დაინახა. როცა მის მზერას წავაწყდი და რევოლვერი ვიგრძენი საფეთქელთან, მერე კი თვალები დავხუჭე და მოვიმძინარე თავი. განა ვინ დაიჯერებდა, რომ ამის დამნახულს იმავე წამს შეიძლება დამეხუჭა თვალები. დიახ, არავინ დაიჯერებდა, მაგრამ თვითონ კი უნდა მიმხვდარიყო სიმართლეს. აი, რამ გამიელვა იმ წამს თავში. ჰოი, ფიქრის რა კორიანდელი დამტრიალებდა იმ წამზე უმცირეს დროში. დაილოცოს ადამიანის ფიქრის სისწრაფე. თუ იგი მიხვდა, რომ არ მძინავს, მაშასადამე გავანადგურე, მოუსპე იგი, რა კი სიკვდილს ასე მზადყოფნით შევეკებე. მაშასადამე ხელი უნდა აუკანკალდეს, მისი სიმტკიცე უნდა გასტეხოს ამ დიდმა შთაბეჭდილებამ. ამბობენ, მწვერვალზე მდგარც ძალიან იზიდავთ უფსკრულიო. მე თუ მკითხავთ, ბევრი მკვლელობა და თვითმკვლელობა არ მოხდებოდა. რევოლვერი რომ არ ყოფილიყო მომარჯვებული. ესეც უფსკრული გახლავთ, ესეც დაქანებაა, რაზეც არ შეგიძლია არ დაცურდე. რაღაც უძლეველმა ძალამ არ შეიძლება არ გიბიძგოს, რომ ჩახმახს გამოჰკრა თითი. მაგრამ თუ იგრძნო, რომ ყველაფერი დავინახე, ყველაფერი ვიცი და უხმოდ ველი მისგან სიკვდილს, იქნებ შეიკავოს თავი და არ დაცურდეს. სიჩუმემ დიდხანს გასტანა, უცებ საფეთქელზე ცივად მომადო რკინა. იქნებ მკითხოთ, განა მართლა გჯეროდათ? არ მოკლავდაო. ღვთის წინაშე ვიტყვი გადარჩენის იმედი არ მქონდა. მას რისთვის ვთანხმდებოდი სიკვდილზე. აბა მეც კითხავთ, რა უხრად მინდა სიცოცხლე, როცა სათაყვანო არსებამ რევოლვერი მომეღერა მოსაკლავად. გარდა ამისა, გრძნობდი, რომ იმ წამს ჩვენს შორის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაჩაღდა. ბრძოლა იმ გუშინდელი ლაჩრისა. ამ ხანაგებმა ლაჩრობისთვის რომ გამოაგდეს. ესმეს ვიცოდი და მანაც იცოდა, რამე თუ მიხვდა, რომ არ მეძინა. იქნებ არ იყო ასე, იქნებ ასე არც მიფიქრია, მაგრამ მაინც ასე უნდა ყოფილიყო, ვინაიდან შემდეგში ყოველ წუთსა და წამს ამაზე ვფიქრობდი. მაგრამ თქვენ ალბათ იმასაც მკითხავთ, დანაშაულის ჩადენაში რატომ არ შეუშალე ხელი? რამდენჯერ მიკითხავს ეს საკუთარი თავისთვის, როცა ის ამბავი გამხსენებია და ჟრუანტელს დაუვლია ტანში, მაგრამ მაშინ სასო წარკვეთილი ვიყავი, კაცი თვითონ ვიღუპებოდი, სხვა აბა როგორ გადამერჩინა. ან იცის ვინმემ, რას გრძნობდი მაშინ. ტვინი მიდუღდა, გამალებით მიმუშავებდა, წამი წამს მისდევდა. სამარისებურ სიჩუმეს ჩქამიც არ არღოვდა. ის თავზე მადგა და უცებ გული იმედით ამიფრთქიალდა. სწრაფად გავახილე თვალი. ის ოთახში აღარ იყო. წამოვდექი ლოგინიდან. მე გავიმარჯვე, მე სამუდამოდ დავამარცხე და დაუძლიე იგი. ჩაის დასალევად გავედი. სამოვარი მუდამ პირველ ოთახში იდგა და ჩაისაც იგი ასხამდა. უხმოდ მიუჯექი მაგიდას და ფინჯანი ჩამოვართვი. 5 წუთის შემდეგ შევხედე. მიტკალისფერი ედო. გუშინდელზე მეტად გამტკნარებული უჩანდა სახე, რომ დამინახა, ვუყურებდი. უფერულმა ხიმილმა შეუტოკა უფერული ტუჩები და გაუბედავი მზერა მომაპყრო. მაშასადამე კიდევ ეჭვობს, თუ ვიცი და დავინახე. გულგრილა დავარიდე თვალი. ჩაის შემდეგ სალარო დავკეტე და ბაზარში წავედი. რკინის საწოლი და
თეჯირი ვიყიდე. ნაწილი მეორე. თავი პირველი. სიამატის სიზმარი. ეს თუთია ლუკერიამ მითხრა. აქ აღარ დაურჩები. ქალბატონის დასაფლავებისთანავე წავალო. 5 წუთი ვლოცულობდი, თუმცა 1 საათს კი ვაპირებდი. ფიქრები აღარ მასვენებს, თავიც მტკივა, ლოცვა რას მიშველის. საოცარია, რატომ არ მეცინება. დიდი, ძალიან დიდი მწუხარების შემდეგ ადამიანს სულ ეცინება. ამბობენ სიკვდილ მისჯილებს უკანასკნელ ღამეს მკვდრებივით ძინავთო. ასეც უნდა იყოს ბუნებითაც, თორემ ვინ გაუძლებს მაშინ, მივწექი დივანზე, მაგრამ ვერ დავიცინე. მთელი 6 კვირა მე, ლუკერია და გამოცდილი მომვლელი ქალი დღედაღამ ვადექით თავზე. ფული არ დამიზოგავს, კიდეც მეხაროდა ამდენს რომ ვხარჯავდი. ექიმი შრედერი მოვუყვანე. ყოველ მოსვლაზე თითო თუმანს ვუჯიბავდი. გონს რომ მოვიდა, მაშინ კი ვარიდე თავი. თუმცა რაებს ვწერ. ფეხზე რომ წამოდგა, უხმოდ მიუჩდა ჩემს ოთახში ცალკე მაგიდას. ისიც მისთვის ვიყიდე იმ დღეებში. ჩვენ ვდუმდით. ჰო, გამუდმებით ვდუმდით. არა, მერე კი ლაპარაკობდით, მაგრამ სულ ჩვეულებრივ რაღაცეებზე. რასაკურველია განზრახ, არც ვლაპარაკობდი ბევრს, თუმცა შევატყვე, არც თვითონ ეხალისებოდა მაინც და მაინც ზედმეტის თქმა. რაც ბუნებრივად მიმაჩნდა მის მხრიდან, მეტისმეტად დიდი მეხი იყო მისთვის, მეტისმეტად დიდი მარცხი მოუვიდა. ვფიქრობდი გულში, თქმა არ უნდა, დრო სჭირდება, რომ დაივიწყოს და მიეჩვიოს. ამიტომაც ვდუმდი, გულში კი ვემზადებოდი მომავალი საუბრისთვის. მეგონა ისიც ასე იყო, საოცრად მაინტერესებდა გამეგო, რას ფიქრობდა გულში. იმასა ვიტყვი, კაცმა არ იცის რა ტანჯვა გამოვიარე მისი ავადმყოფობის ჟამს, თუმცა გულში ვიტანჯებოდი. ლუკერიასთანაც კი არ დამიკვნესია ერთხელაც. ჩემს გულს ვასკდებოდი, ისე როგორ უნდა მოკვდეს, მთელი სიმართლე ვერ გაიგოს მეთქი. როცა საფრთხემ გაიარა და გამომჯობინება დაიწყო, მახსოვს რა უცბად დაუწყნარდი. კიდევ მეტი, გადავწყვიტე ჯერჯერობით ყველაფერი ისე დამეტოვებინა და ჩვენი მომავალი საუბარი რაც შეიძლება მეტი ხნით გადამედო. დიახ, რაღაც საოცარი და უჩვეულო რამ დამემართა, სხვანაირად ვერც ვიტყვი. მე გავიმარჯვე და ამ გამარჯვების გრძნობამ სრულიად დამაკმაყოფილა. ასე გამლო იმ ზამთარმა, ჩემი თავით ასეთი კმაყოფილი არასოდეს ყოფილ ვარ. იცი ცხოვრებაში რა საშინელი ამბავი დამემართა. ჩემი ცოლის ამბებამდე ყოველ ცისმარე დღესა თუ ღამეს, მაჯლა ჯუნესავით მაწვა გულზე. ეს გახდა ჩემი თავსლაფისა და პოლკიდან წამოსვლის ამბავი. ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, მე საოცრად უსამართლოდ მომექცნენ. კი, მძიმე ხასიათი მქონდა და ამ ხანაგებს არ ვუყვარდი. იქნებ მძიმე კი არა, სასაცილოც იყო ჩემი ხასიათი. მერე რა, განა არ მომხდარა, რასაც შენ თაყვანს ცემ, რაც სანუკვარია შენთვის და ხატად გცეული, ის შენს ამხანაგებს სიცილს ჰქვრიდეს. სკოლაშიც არავის ვუყვარდი, მე არასოდეს არავის ვუყვარდი. ლუკერიასაც კი არ ვუყვარვარ, თუმცა პოლკში მომხდარი ამბავი შემთხვევითობა გახდათ. ო და იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუბავს, რომელიც შეიძლება არც მომხდარიყო. როცა საუბედუროდ ყველაფერი შენ დასაღუპად დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება აუდრის სრუბლებივით ჩაევლო. ინტელიგენტი ადამიანისთვის ამაზე დამამცირებელი არაფერია. აი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. თეატრში ვიყავი და შესვენებაზე ბუფეტში გავედი. უცებ ჰუსარი ავი შემოვიდა და იქ მყოფ ოფიცერთა და სხვა დამსწრეთა გასაგონად უთხრა თავის ორ ამხანაგს, რომ დერეფანში ჩვენი პოლკის კაპიტანმა ბეზუმცევმა ერთი ალიაქოთი ატეხა. მგონი მთვრალი ბრძანდება. საუბარი აღარ გაგზელდა, თანაც შეცდომა იყო. კაპიტანი ბეზუმცევი არც მთვრალი ყოფილა და არც ალიაქოთი აუტეხია.
ჰუსარებმა სხვაზე გადაიტანეს ყურადღება და ამით დამთავრდა ყველაფერი. მაგრამ მეორე დღეს ჩვენს პოლკში შეიტყვეს ეს ამბავი. ატყდა ერთი მითქმა-მოთქმა. გამოარკვიეს, რომ ბუფეტში იმ დღეს ჩვენი პოლკიდან მარტო მე შევესწარი ამ ამბავს და როცა ჰუსარმა ავმა თავხედურად მოიხსენია ჩვენი კაპიტანი, არ ვეტაკე და არ გავაჩერე. ან რატომ უნდა გამეჩერებინა? თუ ის კაპიტან ბეზუნცევს ემტერებოდა, ეს მათი საქმე იყო, მე რა შუაში ვიყავი. მაგრამ ოფიცრებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მთელი პოლკის საქმე იყო და რახან ოფიცრებიდან მარტო მე შევესწარი ამ ამბავს. მაშასა და მე იქ მყოფ ოფიცრებსა და დამსწრეებს დაუმტკიცე, რომ ჩვენს პოლკში ზოგიერთ ოფიცერს საკუთარი და პოლკის პატივი არაფრად უღირს. მე არ დავეთანხმე ამ მოსაზრებას. მაშინ მაგზნობინეს, საქმის გამოსწორება კიდევ შეიძლებაო. თუ კი ახლა მაინც მოვთხოვდიავს ფორმალურ ახსნა განმარტებას. გაბრაზებულმა ამაყავთ მტკიცე უარი ამაზე და მაშინვე შევიტანე განცხადება. გამანთავისუფლეთ მეთქი. ამაყად კი წამოვედი, მაგრამ სულიერად გავნადგურდი კაცი, მიმტყუნა ძალამ და გონებამ. სწორედ იმ დროს ის პატარა ქონება, საიდანაც ჩემს წილად ისე მცირე რჩებოდა, ჩემი დის ქმარმა მოსკოვში გაანიავა, ასე რომ ქუჩაში დაუჩი უკაპიკოდ და უსახსროდ. სხვა სამსახურში შესვლა არ ვიკადრე. ბრწყინვალე მუნდირის შემდეგ რკინიგზაში აბა რა მინდოდა? რახან ასე შევრცხვი, რახან ასე მომეჭრა თავი, ბარემ სულ შევრცხვე და დამესხას ლაფი მეთქი. რაც უარესი მომივა, მით უკეთესი მეთქი. შაუბნელ მოგონებებში გავატარე 3 წელი. წლი ნახევრის წინ მოსკოვში გარდაიცვალა ჩემი მდიდარი ნათლია, ვისაც სრულიად მოულოდნელად ჩემთვისაც დაეტოვებინა ანდერძით 3000. ვიფიქრე და მაშინ გადავწყვიტე სესხის სალარო გამეხსნა. ადამიანებისთვის კი პატიება არ მეთხოვა. დავაგროვე ფულს, გავიჩენ კუთხეს, ძველ ამბებს დავივიწყებ და ცხოვრებას ხელახლა დავიწყებ მეთქი. არა, რა არ მქონდა განზრახული, მაგრამ ჩემი შაუბნელი წარსული და შერცხვენილი სახელი მაინც არ მასვენებდა. ყოველ წუთსა და საათს ტანჯავდა. ამასობაში ცოლიც ვითხოვე, არ ვიცი, შემთხვევით იყო თუ არა. ეს კია, როცა ვითხოვე მეგონა, მეგობარი მომყავდა, რადგან მეგობარი მართლაც ძალიან მჭირდებოდა. მაგრამ 16 წლის გოგოსთვის ერთბაშად როგორ ამეხსნა ყველაფერი, მაშინ როცა ასე იყო განწყობილი. განა შევძლებდი მის დარწმუნებას, ლაჩარი არა ვარ და პოლკში უსამართლოდ მომნათლეს მეთქი. იმ რევოლვერის ამბავმა სწორედ სულზე მომისწრო. მისი წყალობით შური ვიძიე იმ ჩემს შაუბნელ წარსულზე. მერე რა, რომ სხვებმა ვერ გაიგეს, მან ხომ გაიგო. ეს იყო ჩემი ყველაფერი, ჩემი ოცნებების, ჩემი მომავლის იმედი. ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც საჩემოდ ვამზადებდი. სხვა მე არავინ მინდოდა. ჰოდა, იმან ხომ გაიგო ყველაფერი. ის ხომ გაიგო, რარი გიჩქარა ჩემი მტრების მხარეზე გადასვლა. ეს ფიქრი აღტაცებით მავშებდა. მაშასა და მე მის თვალში მხოლოდ უცნაური კაცი ვიქნები და არა ნაძირალა. მომხდარი ამბების შემდეგ კი ეს არც თუ უსიამოდ მიმაჩნდა. უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს ხიბლავს კიდევაც ზოგჯერ უცნაურობა. მოკლედ, განზრახ არ დავეშურე საქმის გარკვევას. რაც მოხდა ჩემი სიმშვიდისთვის, საკმარისზე მეტიც იყო. საკმარისზე მეტ სურათებს მიხატავდა საოცნებოდ. სწორედ ამ ოცნებებმა დამღუპა. ჩემთვის ეს ოცნებებიც კმაროდა. ის კი მოიცდის მეთქი. მეგონა. ასე მიიწურა ზამთარი, ჰოი, როგორ მიყვარდა ქურდულა ცქერა. როცა თავის მაგიდას უჯდა, ხან საქმით, ხან საკერავით გართული. საღამოობით კი ჩემი კარადიდან გამოტანილ წიგნს კითხულობდა. ამ წიგნებსაც ჩემს სასარგებლოდ უნდა ეღაღადა. თითქმის სულ შინიჭდა. ნასადილევს ბინდისას ყოველდღე გამყავდა სასეირნოდ. ოღონდაც წინანდელივით უბრად აღარ ვიყავით. ვცდილობდი ისე მომეჩვენებინა თავი, ვითომც არ ვდუმვართ. პირიქით, ტკბილადაც ვსაუბრობდით, მაგრამ ხომ მოგახსენეთ,
ჩვენ არც მაინც და მაინც ვცდილობდით მეთქი საუბრის გაგრძელებას. ამას განზრახ ჩავდიოდით. დრო უნდა მიმეცა მისთვის. არა, ზამთრის მიწურულამდე ერთხელ როგორ არ გავივლე გუნებაში. მე თუ ქურდულად შევცქერი თვითონ რატომ არ შემომხედავს მეთქი, მაგრამ ამას გაუბედაობას ვაწერდი. ეს ფიქრი ფრთებს მასხამდა, აღმართოვანებდა, რა დაგიმალოთ და შიგადაში განზრახ ვიღიზიანებდი თავს. იქამდე მიმყავდა თავი, დიდხანს მართლა ნაწყენი ვიყავი მასზე. მაგრამ არასოდეს მძულდა, მაშინაც კი, როდესაც გაუწყვიტე ჩვენი ცოლ-ქმრობა, ვუყიდე საწოლი და თეჯირი, მაშინაც კი მოღალატედ არ ჩამითვლია. განა იმიტომ, რომ მის დანაშაულს ზერელედ ვუყურებდი, არა, იმიტომ, რომ მაშინვე პირველივე დღეს საწოლის ყიდვამდე ჩემს გულში ვაპატიე და ყველაფერი შევუნდე. უცნაურად მოვიქეცი, რადგან ნამუსზე მკაცრი გახლავართ, მაგრამ ძალიან მოტეხილი და განადგურებული მეჩვენა. ხანდახან კიდეც მეცოდებოდა, თუმცა მისი დამცირება სადღაც მსიამოვნებდა. დიახ, დიახ, ეს ჩვენი უთანასწორობა სიამეს მგვრიდა. იმ ზამთარს რამოდენიმე კაცს სიკეთე გავუკეთე. 2 ვალი ვაპატიე. ერთ ღარიბ ქალს სულაც გირაოს გარეშე მივეცი სესხი. ცოლისთვის კი არაფერი მithქვამს და არც იმიტომ მოგცეულვარ ასე. მას გაეგო, მაგრამ ის ღარიბი ქალი ლამის დაჩოქილი მოვიდა მადლობის სათქმელად და მაშინ გამჟღავნდა ყველაფერი. მომეჩვენა, თითქოს მართლა ესიამოვნა ეს ამბავი. ამასობაში გაზაფხულიც დადგა. აპრილი იყო, როცა ამოხსნეს ჩარჩოები და ჩვენს მდუმარე სამყოფელში მზემ შემოიჭყიდა, მაგრამ ჩემს თვალებში მაინც ბინდი ეფინა, ბედისწერი საშინელი ბინდი. შემთხვევით მოხდა თუ საამისო ჟამი დაჰკრა, ან მზის სხივმა გამინათა მე უტვინოს აზრი და ჭკუა. არა, აქ არაფერ შუაში იყო აზრი და ჭკუა. არა, აქ ერთი ძარღვი. თითქოს უკვე მკვდარი ათამაშდა, გაცოცხლდა და გამინათა დაჩრონგებული და ჯოჯოხეთური სიამაყე. თითქოს ფეხზე წამოვიჭერი, ისე მოულოდნელი და უეცარი იყო იგი. ეს მოხდა ნასადილევის 5 საათზე. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა რომ გვისმენთ. თავი მეორე, თვალის ახელა. მანამდე 2 სიტყვას ვიტყვე. ჯერ ერთი მას ადრე შევამჩნიე უცნაური განრიდება. განა მხოლოდ შუმად იყო და ხმას არ იღებდა? არა, განრიდებული იყო რაღაცნაირად. დიახ, დიახ, უეცრად შევამჩნიე. მახსოვს, თავდახრილი რაღაცას კერავდა. არ იცოდა რომ ვუყურებდი. ჰოდა, ისეთი გამხდარი მეჩვენა, ისეთი გაცრეცილი სახე, ჩათეთქული ტუჩები ქონდა, ლამის თავზარი დამეცა. წინათაც 1-2ჯერ, განსაკუთრებით საღამოობით, ხველება მომესმა მისი. არაფერი მithქვამს, ისე ავდექი და მაშინვე შრედერთან წავედი. თხოვე ჩვენთან მობრძანებულიყო. შვედერი მეორე დღეს მოვიდა, გაუკვირდა ექიმის მოსვლა. ხან მე შემხედავდა გაოცებით, ხან შრედერს. რა იყო მე კარგად ვარ, თქვა და უცნაურად გაიღიმა. შრედერმა არც თუ გულდასმით გასინჯა, ოღონდაც მეორე ოთახში მითხრა. ავადმყოფობის შედეგია. ურიგო არ იქნება სადმე ზღვაზე თუ წაბრძანდებით, ან აგარაკზე მაინც წაიყვანთო. ერთი სიტყვით, მარტო ის ბრძანა, დასუსტებულიაო, სხვა არაფერი. შრედერი რომ გავისტუმრე საოცრად დინჯად შემომხედა და ისევ გაიმეორა. ძალიან ძალიან კარგად ვარო, მაგრამ ალმური კი გადაჰკრა მაშინვე, ალბათ შერცხვა და იმიტომ. ახლა მესმის, რატომაც შერცხვა. შერცხვა იმიტომ, რომ ისევ ქმარი ვიყავი მისი და მასზე ზრუნავდი, როგორც ქმარი. მაშინ კი ვერ მივხვდი, მისი ალმური მორჩილებას მივაწერე. 1 თვის შემდეგ აპრილის 1 კაშკაშა მზიან დღეს, 5 საათი იქნებოდა. ჩემს სალაროსთან ვიჯექი და ვანგარიშობდი. უცებ იმ ოთახიდან, სადაც თავის მაგიდას უჯდა და საქმიანობდა, ჩუმი ღიღინი მომესმა. ამ ღიღინმა სული სიღრმემდე შემძრა, არ ვიცი რატომ. აქამდე მისი ღიღინი თითქმის არ მსმენია, მხოლოდ ჩვენი ცოლ-მხრობის პირველ დღეებში თუ
წაიმღერებდა ხანდახან. როცა ვერთობოდით და რევოლვერს ნიშანში ვისროდით, მაშინ საკმაოდ ძლიერი ხმა ჰქონდა, საოცრად წკრიალა და სასიამოვნო. ახლა კი რაღაც უძალოდ ჟღერდა მისი ხმა. განა იმიტომ, ჰანგი იყო სევდიანი. არა, ხმა გაბზარბოდა. თითქოს ვერ დაეძლია შანგი. თითქოს თვითონ სიმღერას შეპარვოდა სენი. ხმადაბლა ღიღინებდა და ცოტა რომ აუმაღლა, საბრალისად ჩაუწყდა ხმა. ჩაახვალა და ისევ ჩუმად განაგრძო ღიღინი. დამცინოთ იქნებ, მაგრამ ვერ გამიგებთ, რამ ამაღელვა ასე. არა, ეს ჯერაც არ იყო სიბრალული. ეს რაღაც სხვა გრძნობა იყო. პირველ წუთებში უეცრად სახტად დაურჩი, საშინლად გამიკვირდა და ლამის ბოღმამ ამიტანა. რა ამღერებს? დაავიწყდა განა? რომ მე აქ ვარ. ერთხანს გაოგნებული ვიჯექე. მერე სასწრაფო დავდექი. ქუდი ავიღე და ლამის აზრს დაკარგული გამოვედი გარეთ. მეც არ ვიცოდი, სად მივდიოდი ან რად მივდიოდი. ლუკერიამ პალტო მომაწოდა. ღერის მეთქი. კითხე უნებლიეთ. ვერ გამიგოდა, გაკვირვებით შემომაჩერდა. ან კი რას გაიგებდა. პირველად მღერის დღეს. არა, თქვენ რომ არ ხართ, მაშინ მღერის ხოლმე. მითხრა ლუკერიამ. კარგად მახსოვს. როგორ ჩავიარე კიბე, გავედი ქუჩაში და გზას დავადექი. მივედი მოსახვევამდე და გამოვიხედე. ხალხი მიდი მოდიოდა, მეჯახებოდა, მე კი ვერაფერს გრძნობდი. მეტლე გავაჩერე და ვუთხარი, საპოლიციო ხიდამდე მიმიყვანე მეთქი. არ ვიცი რატომ, მოულოდნელად გადავიფიქრე და აბა ზიანი მივეცი. აჰა, აიღე, ტყუილად რომ გაგსარჯე, ვუთხარი და უაზროდ შევცინე. გულში უეცრად საოცარი აღტაცება და მისადგურდა. გამალებული შემოვტრიალდი შინისკენ. საბრალო, გაბზარული ხმა კვლავ ამიჟღერდა სულში. სუნთქვა შემეკრა, ბინდი ნელ-ნელა ჩამომეცალა თვალთაგან. რა კი ჩემსი ყოფნისას იმღერა, მას დაავიწყდა ჩემი არსებობა. აი რა იყო საშინელი და თავზარდამცემი. აი რას მიგრძნობდა გული. მაგრამ აღტაცება მაინც მივშებდა სულს და შიშს ჩაფნიდა. ჰოი, ბედის მწარე დაცინვა. მთელი ზამთარი სხვა რა უნდა მეგრძნო, თუ არა ასეთი აღტაცება, მაგრამ სად ვიყავი ის ზამთარი? რა ვუყავი ჩემს სულს? კიბეს აჩქარო დავირბინე. არ ვიცი როგორ შევედი, გაუბედავად თუ გაბედულად. ის მახსოვს, თითქოს ტორტმანობდა, იატაკი და თითქოს მდინარე მიმაცურებდა. ისევ თავის ადგილზე იჯდა, თავდახრილი, რაღაცას კერავდა, მაგრამ აღარ მღეროდა. გულგრილად შემავლო თვალი. ისე ოთახში ვიღაც რომ შემოვა. ახლოს დაუჯექი. გიშს ვგავდი. თვალი შემავლო და თითქოს შეკრთა. ხელი დაუჭირე და აღარ მახსოვს რა ვუთხარი. ანუ რისი თქმა მინდოდა, ვინაიდან აღტაცებულს ენა არ მემორჩილებოდა. ხმა მიწყდებოდა. ისიც არ ვიცოდი, რა მეთქვა, სული მეგუდებოდა. ვილაპარაკოთ, მითხარი რამე, ამოვღერღე სულელივით. თუმცა რა მეჭკვიანებოდა. შეკრთა ისევ და შეშინებული სკამს აეკრა. ჯიქურ შემომხედა, უცებ გაკვირვებამ გაუელვა თვალებში. დიახ, გაკვირვებამ, გოროზმა გაკვირვებამ. თვალები გაუფართოვდა. ამ გოროზმა დიახ, გოროზმა, გაკვირვებამ ლამის იქვე გამსრისა კაცი. შენი სიყვარულიც გინდა? სიყვარულიც? კითხა თითქოს ამ გამოხედვით. თუმცაღა უხმოდ, მაგრამ მე კი ყველაფერი ამოვიკითხე. ყველაფერს მივხვდი, შევძრწუნდი და მყისვე ფეხებში ჩავუვარდი. დიახ, ფეხებში ჩავუვარდი. უმალ წამოხდა, მაგრამ ხელებში ჩაუჭიდე და არ გაუშვი. მესმოდა, ვაი რომ კარგად მესმოდა ჩემი უსასოობა, მაგრამ დამიჯერებთ, აღტაცება ისე მიდუღდა სულში. ასე მეგონა ამ წუთებში მოვკვდები მეთქი. თავ დავიწყებით ვუკოცნიდი ფეხებს. თავ დავიწყებით და უსაზღრო ნეტარებით, თუმცა ვიცოდი, აღარაფერი მიშველი და ვტიროდი,
და ლუღლუღებდი რაღაცას. ლაპარაკი აღარ შემეძლო. შიში და გაოცება ჩაფიქრებამ შეცვალა. დიდი გაოცება და კითხვა გამოეხატა სახეზე. შემომხედა და უცნაურად ლამის გიჟივით. თითქოს უნდა გაარკვიოს, რა ხდება ჩემს თავს და გაიღიმა. საშინლად შერცხვა, ფეხებს რომ ვუკოცნიდი და ფეხები გამომაცალა. მე კი იმ ადგილს ვკოცნიდი, სადაც ეს წუთი ფეხი ედგა. ამის დანახვაზე სიცილი აუტყდა. არ გინახავთ განა, კაცი რომ სირცხვილით გაიცინებს. ვამჩნევდი, სადაცაა ისტერიკა დაემართებოდა. ხელები უკანკალებდა, მაგრამ ამაზე აღარ ვფიქრობდი. ლუღლუღებდი მხოლოდ, მიყვარხარ მეთქი. აქედან არ ავდგები, ნება მომეცი, კაბა დაგიკოცნო. მთელი სიცოცხლე შენზე ვილოცო. არ ვიცი, არ მახსოვს არაფერი. უცებ აცახცახდა და ქვითინი წასკდა. ისე შევნიშნე, ისტერიკამ მოუარა. ავიყვანე ლოგინზე და დავაწვინე. დაწყნარდა, წამოჯდა, საოცრად შეწუხებულმა დამიჭირა ხელები და შემეხვეწა. გეყოფათ, თავს ნუ იტანჯავთ, დამშვიდდით. ცრემლები კი ღვარად ჩამოსდიოდა. მთელი საღამო არ მოუცილებულ ვარ. ვეუბნებოდი, რომ ბულონში წავიყვან, ზღვაზე ახლავე, 2 კვირის შემდეგ წავიყვან, რომ წეღან მომესმა მისი სიმღერა, მისი საცოდავი, გაბზარული ხმა, რომ სალაროს დავკეტავ, დობრონ რავობს მივყიდი, ცხოვრებას ახლიდან დავიწყებთ, რაც მთავარია, ბულონში წავალთ, მისმენდა და კანკალებდა. შიში უფრო და უფრო ეძალებოდა, მაგრამ არად ვაგდებდი. ოღონდაც მის ფეხებთან წოლილიყავი. მეკოცნა ის მიწა, სადაც ფეხი ედგა და მელოცა მასზე. სხვა არაფერს გთხოვ და არც მოგთხოვ. ვუმეორებდი წარა-მარა. თუ გინდა, ხმასაც ნუ გამცემ. ნუ შემამჩნევ. ოღონდ ნუ დამიშლი სადმე კუთხეში მიკუნჭულმა გიცქირო. გავხდე შენი ნივთი, შენი ფინია, ის კი ტიროდა და ტიროდა. მე კი მეგონა, ასე დამტოვებდით, წამოსდა უნებლიეთ. თვითონაც ვერ მიხვდა რა თქვა. ეს იყო საბედისწერო სიტყვები, ჩემთვის ყველაზე გასაგები იმ საღამოს. თითქოს დანა დამისვეს გულზე. ამან ცხადი გახადა ყველაფერი. მაგრამ სანამ გვერდით თვალწინ მყავდა, მაინც იმედი მქონდა, მაინც ბედნიერი ვიყავი საშინლად. ჰოი, როგორ დავქანცე იმ საღამოს. მეგონა ყველაფერს უცებ შევცლი მეთქი. საღამო ხან სულ გამომეცალა არაქათი. დავიყოლიე, დაწექი მეთქი და დაიცინე. მაშინვე ჩაეძინა. მეგონა ბოდვას დაიწყებდა. წარამარა ვაკითხავდი. შევდიოდი და ვუყურებდი. ამ სნეული არსების, ამ უბადრუკ რკინის საწოლზე მწოლიარს, მე რომ სამ მანეთად ვუყიდე. შემხედვარე ხელებს ვიმტვრევდი. ხან დაჩოქილი ვიდექი, თუმცა ფეხებს აღარ ვუკოცნიდი. ხან ვლოცულობდი და ხან გიჟივით წამოხდებოდი. ლუკერია ხშირ-ხშირად შემოდიოდა და გაკურვებით მისქერდა. გავედი და ვუთხარი, წადი დაწექი, ხვალიდან სულ სხვა ამბები დაიწყება მეთქი. ჰოი, რა ბრმად, რა უგუნურად ჯეროდა, რომ დაიწყებოდა. აღტაცება მახრჩობდა. გათენების მოლოდინში ვიყავი მხოლოდ. უბედურებას მაინც არ ველოდი. თუმცა ამის ნიშნები იყო. თვალებიდან ბინდი მომცილდა, მაგრამ დღემდე ჭკუაზე მაინც ვერ მოვედი. ან როგორ უნდა მოვსულიყავი, როცა მაშინ ცოცხალი იყო და თვალწინ მყავდა. მის გვერდით ვიყავი, რა წამსაც გაიღოჯებს, მაშინვე ვეტყვი ყველაფერს, თავისი თვალით ნახავს მეთქი ყველაფერს. აი, რას ვფიქრობდი მაშინ. რა მარტივად ვუდგებოდი. აღტაცება მახრჩობდა. თავი და თავი ბულონში წასვლა იყო. რატომღაც მეგონა, ბულონი გადაწყვეტდა ყველაფერს. კი ბულონში წავალთ, გიჟივით ველოდი გათენებას. თავი მესამე. ვაი, რა კარგად მესმის ახლა. ეს იყო რამოდენიმე დღის წინ, მხოლოდ 5 დღის წინ, წინა სამშაბათს. არა რა. იქნებოდა ცოტა მაინც ეცალა ჩემთვის. ბნელი გამეფანტა, თუმცა ხომ დამშვიდდა. მეორე დღეს ხომ ღიმილით მისმენდა. მერე რა? რომ შემსბარი ჩანდა. კი, მთელი ეს 5 დღეს სირცხვილი თუ შეწმუნება ეტყობოდა. შეშინებულიც იყო.
ძალზე შეშინებული. არ ვდაობ, გიჟი არა ვარ. სხვა ვამტკიცო, განა არ უნდა ყოფილიყო შეშინებული? რახანია უცხონი გავხდით, გადავეჩვიეთ ერთმანეთს. ერთბაშად კი, მაგრამ ამ შიშს არსად ვაგდებდი. უთუოდ შევწდი. იქნებ სხვა ბევრშიც შევწდი. მეორე დღესვე დაუშვი შეცდომა. ერთბაშად მოვინდომე მისი დამეგობრება. ვიჩქარე, მეტისმეტად ვიჩქარე, მაგრამ ახსარება უნდა მეთქვა. ახსარება აუცილებელი იყო. ახსარებაზე მეტიც, ისიც არ დავუმალე, რასაც ჩემს თავს მთელი სიცოცხლე ვუმალავდი. უთხარი, რომ მთელი ზამთარი ეჭვი არ შემპარვია მის სიყვარულში. აუხსენი, რომ სესხი სალარო ჩემი გონებისა და ნებისყოფის სისუსტე იყო. ავუხსენი, რომ მაშინაც ბუფეტში მართლა შევშინდი ჩემი ეჭვიანი ხასიათის გამო. შეუცმუნდი კაცი, რომ აუდგე და მივიდე, ბრიყულად არ გამომივიდეს მეთქი. მერე კი აღარ გაუტყდი, მეც ვეწამე და სხვებიც ვაწამე. ვაწამე ისიც, აღზნებული ვლაპარაკობდი. თვითონვე მიჭერდა ხელებს, მეხვეწებოდა, ნუ აჭარბებთ, თავს ნუ იტანჯავთ. აუტყდებოდა ისევ ტირილი და ლამის კვლავ ისტერიკა მოერეოდა. მეხვეწებოდა, ნუ ღარ ყვებით და ნურც იხსენებთო. მე კი ამ მუდარას არ მივაქციე ყურადღება. გაზაფხული, ბულონი მედგა თვალწინ, იქ მზეა, იქ ჩვენთვის ახალი მზე ამოვა მეთქი. გავიძახოდი, სალარო დავკეტე, საქმეები დობრონ რავობს გადავულოცე. ავდეგი და ესეც მივახალე. ყველაფერი ღარიბებს დაურიგოთ მეთქი. მარტო ჩემი ნათლიისგან მეღებული 3,000 დავიტოვოთ და იმით წავიდეთ ბულონში. იქედან დაბრუნებულებმა კი ვიშრომოთ, ახალი ცხოვრება დავიწყოთ მეთქი. ასეც გადაწყდა, ვინაიდან თვითონ არაფერი უთქვამს, ეს კია გაიღიმა. უფრო იმიტომ მგონი გული არ დამწყვეტოდა. განა არ მივხვდი, ჩემთან ყოფნა რომ უმძიმდა. განა ისეთი ბრიყვი და თავკერძა გონი ვართ, ეს არ დამენახა. კი, ხედავდი, ყოველ წვრილ მანს ხედავდი და ყველაზე უკეთ ვიცოდი. ჩემი უსასოობა ჩემზე უკეთ ვინ იცოდა. ვუამბე ჩემზეც, მასზეც, ვუამბე ლუკერიაზეც, უთხარი როგორ ვტიროდი. განა არ შევეცადე, სხვა რამეზეც მელაპარაკა. განა არ შევეცადე, სულაც არ მეხსენებინა ზოგიერთი ამბავი. ერთი ორჯერ გამოცოცხლდა კიდევაც. მახსოვს, განა არ მახსოვს, მას რაღაც მეუბნებით ვერაფერი ვერ დაინახეო. არ მომხდარიყო ეს ამბავი, ხომ ახსგებოდა ყველაფერი. ხომ მიამბო ამ 3 დღის წინ. რა წაიკითხა ამ ზამთარს, მომიყვა ჟილ ბალზაკის სცენა გრენადის ეპისკოპოსთან. რამდენი იკისკისა, მერე რა საყვარლად, რა ბაუშურად, როგორც გათხოვებამდე იცოდა ხოლმე, რარი გამიხარდა. თუმცა არქიეპისკოპოსის ამბავმა საოცრად შემაცმუნა, მაშა სადამე ამ ზამთარს იმდენი სიმშვიდე და სიხალისე ქონდა. დიდებულმა წიგნმა სიცილი მოჰგვარა, მაშა სადამე უკვე დაიმშვიდა გული, უკვე დაიჯერა თავი, რომ ასე დავტოვებდი. მე კი მეგონა, ასე დამტოვებდითო, რომ მითხრა სამშაბათს, მხოლოდ 10 წლის გოგო იტყოდა ამას, მაგრამ აკი შეეროდა რომ ყველაფერი ასე დარჩებოდა, რომ 60 წლამდეც ასე ვიქნებოდით. ის მისთვის, მე ჩემთვის. ერთბაშად კი ქმრობა მოვინდომე, არა და ქმარს სიყვარული უნდა. ჰოი, გაუგებრობავ, ჰოი, სიბრმავევ ჩემო. ისიც შეცდომა იყო, აღფრთოვანებით რომ შევცქეროდი, თავი უნდა შემეკავებინა, ამახტაცებამ დააფრთხო ასე. მაგრამ ხომ შევიკავე თავი, აღარ ვუკოცნიდი ფეხებს, ხომ ერთხელაც არ ვაგრძნობინე, რომ მისი ქმარი ვიყავი. არა, ეს თავშიც არ მომსვლია, მხოლოდ ვლოცულობდი მასზე, მაგრამ სულ ხომ არ დავდუმდებოდი, რაღაც უნდა მეთქვა. მეც განუცხადე, რომ ვტკბები მისი საუბრით, რომ ჩემზე გაცილებით ნაკითხი და განათლებულია. გაწითლდა, დარცხვენით მითხრა, აზვიადებთო, მაგრამ მე ბრიყვმა ვერ მოვითმინე, მაინც ვუამბე, რა აღტაცებული დავრჩი მაშინ, როცა
კარს უკან ვიდექი იმ ნაძირალასთან მის პაექრობას ვუსვენდე, რა ნეტარება მომანიჭა მისმა ჭკუამ, მახვილმა ენამ და ბალღურმა სიწმინდემ. შეკრთა ამ სიტყვებზე, წაილუღლუღა, ნუ აჭარბებთო, ნუ მერე მოიღრუბლა, ხელები მიიფარა პირზე და ატირდა. მაშინ ვეღარც მე შევიკავე თავი, ისევ დავემხე მის წინ, ისევ დაუკოცნე ფეხები. იმ სამშაბათივით ისევ მოუარა ისტერიკამ. ეს წუხელ იყო მეორე დილას კი. მეორე დილას. უგუნურო, ეს ხომ ამ დილას. ხომ წეღან იყო. აბა კარგად ჩაუკვირდით. წეღან რომ სამოვართან შევიყარეთ. მისმა სიმშვიდემ გამაუცა. დიახ, დიახ, მე კი მთელი ის ღამე შიშის კანკალში გავატარე. მოვიდა ჩემთან, წინ დამიდგა, გულზე ხელები დაიკრიბა და მითხრა: მესმის ჩემი დანაშაულიო, მთელი ზამთარი ეს დანაშაული მტანჯავდა და ახლაც მტანჯავსო. დიახ, ვაფასებ თქვენს სულ გრძელობასო. მე თქვენი ერთგული ცოლი, ყოველთვის თქვენი დამფასებელი ვიქნები. წამოხვდი და გიჟივით გადავეხვიე. იმდენი ხნის შემდეგ პირველად დაუკოცნე სახე, ტუჩები, როგორც ქმარმა, ვაიმე, რა ჩანდაბად წავედი წეღან, მხოლოდ 2 საათით წავედი, ჩვენი საზღვარგარეთული პასპორტებისთვის, რა იქნებოდა 5 წუთით, მხოლოდ 5 წუთით ადრე დაუბრუნებულიყავი. ჰოი, ჭიშკართან შეგროვილი ხალხი, მათი თვალები, ვაიმე, ღმერთო. ლუკერიამ მითხრა, რომ ჩემს დაბრუნებამდე 20 წუთით ადრე შესულა ქალბატონთან ჩვენს ოთახში. რაღაცი საკითხავად, არ მახსოვს რისი. თურმე ხატი ედგა წინ მაგიდაზე, თითქოს ლოცულობდაო. რა იყო ქალბატონო? უკითხავს. არაფერია ლუკერია, წადი, თუმცა არა მოიცა, მისულა და უკოცნია. მაშ ბედნიერი ბრძანდებით ქალბატონო? ჰო ლუკერია. აქამდეც უნდა ეთხოვა ბატონს პატიება, მადლობა ღმერთს, რომ შერიგდით. ჰოი ლუკერია. ოღონ წადი, ისე უცნაურად შეხიმა თურმე. 10 წუთის შემდეგ ლუკერია ისევ შებრუნებულა. ხედავ ფანჯარასთან დგას. ხელი კედელზე აქვს მიდებული. ზე თავი ჩამოუდევს და ისე ჩაფიქრებულა. ვერც დამინახა, რომ მეორე ოთახიდან ვუყურებ. თან თითქოს ეღიმება თავისთვის. ვუცქირე და ფეხაკრეფით გამოვბრუნდი უკან. უცებ მომესმა ფანჯარა გაიღო. იმ წუთშივე მივბრუნდი სათქმელად. გრილა, არ გაცივდეთ მეთქი. ნახოთ, ფანჯარაზე შემდგარა, გამართული, ჩემკენ ზურგით, ხატი უჭირავს, გული გამიქანდა. მივაკივლე ქალბატონო, ქალბატონო, გაიგონა ჩემი კივილი. დააპირა მოbrunება, მაგრამ აღარ მოbrunდა. გადადგა ფეხი, ხატი გულზე მიიხუტა და ფანჯრიდან გადაეშვა. იზღა მახსოვს, ეზოში რომ შევედი, ჯერაც თბილი იყო. ყველანი მე მიყურებდნენ, მანამდე ყვიროდნენ და ვიშვიშებდნენ, მერე გაჩუმდნენ და გზა დამითმეს. ის კი ხატიანად იწვა. სიზმარივით მახსოვს, უხმოდ რომ მივედი და დავაცქერდი. სხვები შემომეხვიმნენ, რაღაცას მეუბნებიან. ლუკერიაც იქ იყო თურმე, ოღონდ არ დამინახავს, მითხრა დაგელაპარაკეო. მხოლოდ ერთი მდაბიო მახსოვს, ჩამძახოდა, პეშვი სისხლი წამოვიდა პირიდან, მხოლოდ პეშვი, თითით მაჩვენებდა ფილაქანზე სისხლს. გონი თითიც ვატაკე სისხლში, დამესვარა. დაუყურებ ამ თითს, ის კი ჩამძახის. პეშვი, მხოლოდ პეშვი. მერე რა, რომ პეშვი. ვიფხავლე თურმე მთელი ხმით. აუწიე ხელები და ვეცგერე. ჰოი, სიგიჟე, სიგიჟე და გაუგებრობა. ჰოი, დაუჩერებელი, შეუძლებელი ამბავი. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა რომ გვისმენთ. თავი მეოთხე. 5 წუთით დამაგვიანდა. განა არა? განა დაიჯერება ეს ამბავი? განა იტყვის ვინმე? შეიძლება ეს მომხდარიყო? რას, რისთვის მოიკლა თავი? ოჰ, მერწმუნეთ, რომ მესმის, მაგრამ როგორ მოიკლა, მაინც საკითხავია. შეეშინდა ჩემი სიყვარულის, თავს კითხა, შევძლებ თუ არაო. ვერ შეძლო და
სიკვდილი არჩია. ვიცი, ტვინის ჭყლეტა რა საჭიროა. მეტისმეტად ბევრს შემპირდა, მაგრამ შეეშინდა, დაპირებულს ვერ ავასრულებო. კი, მესმის, აქ რამდენიმე საშინელი ამბავი დაემთხვა ერთმანეთს. მაშ რად მოიკლა თავი? იკითხავთ მაინც. ჩაქუჩივით მიკაკუნებს თავში ეს კითხვა. განა არ დავტოვებდი როგორც უნდოდა, მაგრამ არ დაიჯერა. აი რა თავი და თავი. არა, ტყუი, სულაც არ იყო ასე საქმე, უბრალოდ ჩემთან პატიოსნება ჭირდებოდა. თუ შემიყვარებდა, სულით, გულით უნდა ყვარებოდი. არა ისე როგორც მედუქნე, მაგრამ მეტისმეტად სპედაკი, მეტისმეტად წმინდა იყო. არ მომატყუა. ვერ გაასაღა სიყვარულის ნახევარი, თუ მეოთხედი ნაღდ სიყვარულად. მეტისმეტმა პატიოსნებამ გვიყო ბატონო, მე კი გახსოვთ. დიდი გრძნობები მინდოდა შამენერგა მისთვის, საოცრებაა. ნეტავ მაცოდინა, ცემდა კი პატივს, თუ ვეზისხებოდი. არა მგონია ვეზისხებოდე. საოცარია, მთელი ზამთარი ერთხელ როგორ არ ვიფიქრე, ვეზისხები მეთქი. აკი პირიქით მეგონა იმ წუთამდე, სანამ გოროზი განცვიფრება არ შევამჩნიე. სწორედ გოროზი, აი მაშინ დამკრა უცებ თავში, რომ ვეზისხებოდი. მიუხვდი ამას, ბოლოს და ბოლოს, არ ვყვარებოდი. ოღონდაც კი იმას ეცოცხლა, წეღან არ იყო, დადიოდა, ლაპარაკობდა. ვერ გამიგია, რატომ, რისთვის, რად გადავარდა ფანჯრიდან. 5 წუთით ადრე ამას რას ვიფიქრებდი. ლუკერიას დაუძახე, ახლა ლუკერიას არამც და არამც არ მოვიშორებ. ხომ შეგვეძლო ერთმანეთში მორიგება. მერე რა, რომ მეტისმეტად გადავეჩვიეთ ამ ზამთარს. ხომ შეგვეძლო ისევ შეჩვევა. 1-2 სიტყვა, 1-2 დღე და ყველაფერს თვითონ მიხვდებოდა. ყველაზე უფრო ის მკლავს, რომ ყველაფერი შემთხვევა იყო. ბარბაროსული სულელური შემთხვევა. რა დასანანია, 5 წუთი, ეს ოხერი 5 წუთი დამაგვიანდა. 5 წუთით ადრე რომ მომესწრო, ჩაივლი და ეს 5 წუთი და აღარასოდეს ამას აღარ გაიფიქრებდა. ბოლოს და ბოლოს მიხვდებოდა ყველაფერს. ახლა კი დაუჩი ამ ცარიელ ოთახებში. დაუჩი ისევ მარტო. წინ და უკან დავდივარ. ვიცი, კარნახი არ მჭირდება. გეცინებათ ალბათ, რომ შემთხვევასა და იმ 5 წუთს ვაწერ ყველაფერს, მაგრამ განაცხადი არაა. თვითონ განსაჯეთ. წერილი არ დატოვა, აქაო და ჩემს სიკვდილს ნურავის დააბრალებთო. ნუ თუ არ იფიქრა, რომ შეიძლებოდა ლუკერიასთვის ეთქვას, მარტო შენ იყავი მასთან, იქნებ სულაც შენ ჰკარი ხელი. ყოველ შემთხვევაში, ტყუილ უბრალოდ ამოხდიდნენ სულს დაკითხვებით. 4 კაცს შემთხვევით რომ არ დაენახათ. ფლიგელიდან თვითონვე რომ გადმოეშვა ხატით ხელში. არა, ყველაფერი წამის ბრალია, მხოლოდ და მხოლოდ დაუფიქრებელი წამის, მოულოდნელობა და ფანტაზია. მერე რა რომ ილოცა. ეს წამი დიდი 10 წუთს გაგრძელდა, როცა კედელთან იდგა, მკლავზე თავჩამოდებული და იღიმებოდა. უეცრად აზრად მოუვიდა ეს ამბავი. თავბრუ დაესხა და ვეღარ სძლია ცდუნებას. როგორც გენებოდ, ისე იფიქრეთ და გაუგებრობა გახლავთ. სხვა არაფერი. ჩემთან მაინც შეეძლო ცხოვრება. იქნებ სისხლნაკლულობის ბრალი იყო. იქნებ სისხლნაკლული რომ იყო და სიცოცხლის წყარო დაეშრიდა. არა, დაღალა ამ ზამთარმა, აი რა მიზეზი. დავაგვიანე. რა გამხდარი წევს კუბოში. როგორ გასთხელებია ცხვირი. ისრებივი დაღფენია წამწამები. ისე დაეცა, არც დამდრეული და არც არაფერი დაშავებია. პეშვი სისხლი, მხოლოდ პეშვი. შინაგანი ჩაქცევა იყო ალბათ. რა უცნაური ფიქრი მომივიდა. ნედავ თუ შეიძლება არ დავმარხო. ვინაიდან თუ წაიყვანეს, არა, არ შეიძლება წაიყვანონ. მე ხომ ვიცი, რომ წაიღებენ. გიჟი ხომ არ ვარ. პირიქით, ასე სახად არასოდეს მიაზროვნია.
მაგრამ როგორ დავრჩე ობლად ამ ორ ოთახში? ამ გირაოების ამარა, ბოდვა, დავტანჯე, სული ამოვხადე, აი რა მიზეზი. რა ჭირად ვეხლე ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ალბათ, თქვენი ცხოვრება, თქვენი სახელმწიფო, თქვენი წამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ მე ვეტყვი, არაფერი არ მწამს მეთქი. ხმა, კრინტი, ოფიცერო, ის დამიყვირებს. მეც მივახლი, შენ რა ძალა გაქვს, რომ დაგმორჩილდე? რაც დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ, ის რაც ყველაზე მეტად მიღირდა. რა თავში ვეხლი ახლა თქვენს კანონებს, განზე გაუდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულ ერთი გახლავთ. ბრმა იყავი, ბრმა, მაგრამ მკვდარი ხარ. არ გეყურება, შენ რა იცი, რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენს ირგვლივ ავაყვავებდი. ნუ, ყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი. როგორც მეგობარს გავიხარებდით და გავიცინებდით ერთი მეორის მყურე. გინდათ სხვა ვინმე შეყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოხედავდი. ოჰ, იყოს ასე. იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე, თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით. შემომხედე, წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო. ჩემს თვალებში ყველაფერს აიკითხავდი. ჰოი უმეცრებავ, ჰოი ბუნებავ, მარტოდ ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე. ესაა ჩვენი უბედურება. არის კი ველად კაცი ცოცხალი, ყიჟინებს რუსი დეუგმირი. დეუგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა, ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ირგვლივ მხოლოდ მკვდრები არიან. მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი, ესაა თქვენი დედამიწა. ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო. ვინ თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი? ღამის 2 საათია. მის ლოგინთან ფეხსაცმელი აწყვია. თითქოს პატრონს ელისო. ხვალ რომ მართლა წაიყვანონ. მე რაღა უქნა, რა მეშველება. წიგნის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.